India's University was ultimately am tot შესაძლებლობა დავიწყო რვა განსხვავებული საგანი, რაც აბსოლუტურად არ შეიძლება იყოს და ალბათ ეს საგანი ნელ-ნელა გადანაწილდება სხვებზე. და ჩვენ ყველა შესავალი საგანი პრაქტიკულად გვაქვს. მათ შორის ბაკალავრიატისაც, მაგისტრატურისაც და დოქტორატურიდან ამოვიდა ჩემი ეს საგანი და გადმოვიდა გამოთა საქართველოზე. იმიტომ რომ გაჩერება ნაკლებად რო იყო პირდაპირ გაგებით თანამედროვე მეცნიერებას დამოკიდებული. ამას ვხსნით. განსაკუთრებით მე ერთ-ერთ ყურადღება იმას რომ ისე იგი ასე ვთქვათ ახალ ეპოქაში შესულა ფაქტურად დემონტაჟი უძველესი კულტურის სოფლიოს სამყაროს წარმოქმნების ერთობლიობის რაც გამოეყარა სოფლიოს მეცნიერებას. ეს იყო ტრაგედია. ასტრონომიის გამო და იმ კულტურის ცოდნის იატაკში გადასვლა რომელიც ღია იყო ჯერ კიდევ ღია ცისკრის შენეჯების და კაბელის მისტერიები, მაგრამ მე მოხდამათი დაშორიშება და ეს იყო ტრაგედია, რომელმაც გამოიწვია კალიგულა, ანუ ბნელი სექტორი. არის საინტერესო მომენტი ზუსტად მე მომიწევდა გაბნეულად ამას ლაბორატორიაში და ძალიან გაგიგე. ეს პროექტის საყრდენი საქმე რაში არის, რომ ყველაზე დაუძინებელი მტრები ასტროლოგიას აქვს ასტრონომიაში. ეს შემთხვევითი არ არის, რაღაცა სიზრული და გაბრაზება არის ხოლმე და როდესაც აქინა გამონაკლისი მოხდება, მაშინ გამოდის კარგი სიტუაცია, ასე ვთქვათ, შეხედებით, რომელთაგან ორს მეხედავთ ახლა თქვენს ოთახში აბსოლუტურად. მე და ლელა, ასე ვთქვათ, ასტრონომები ვართ და თან ასტროლოგიაც გვიყვარს. ესე კიდევ არის ორი სამი ადამიანი, ერთი კიდე ჩვენი ჯგუფელი არის, რომელსაც ასევე უყვარს ასტროლოგია და ფლობს საკმაოდ კარგად. და დანარჩენები პრაქტიკულად არიან დაუზინებელი მტრები, რომლებიც ყველაზე კარგ შემთხვევაში უბრალოდ ჩაიგილიკება, გაიცინებენ ხოლმე რასისტული სულები და თხრას. რა ვუყოთ ახლა, ყველას თავისი გზა, ყველა თავის საქმეს აკეთებს თავისებურად კარგად. განმარტების დონეზე თუ დავთ, თანამედროვე მეცნიერება არის ისეთი ცხოვრების სისტემა, მეცნიერების ნებისმიერ დარგი, რომელშიც არის საფუძველი ან აქსიომატიკა, რაღაცა მიღებული რესესია, გინდა თუ არა და მე მასე ლოგიკურად ასყობილი უნდა იყოს ყველაფერი. შესაბამისად, როდესაც ესეთი მოთხოვნა არის მეცნიერების განმარტების მიმართ, ხადია თანამედროვე მეცნიერების განმარტებით უკვე ასტროლოგია მეცნიერება ვერ გამოდის. იმიტომ რომ ასტროლოგიის ძირითადი ორი საყრდენი, ერთი არის სტატისტიკა, მეორე მისტიკა. და მისტიკას უარყოფს მეცნიერებას, შესაბამისად, მისტიკურ ნაწილებს ცოტათი შეექმნა კარგი ფსიქოლოგები, მაგრამ ისიც ცოტათი. ამიტომ შესაბამისად განმარტებას ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მეცნიერებისა ასტროლოგია. თუმცა ოკულტური მეცნიერების განმარტებას ის აკმაყოფილებს სრულად, აბსოლუტურად. უბრალოდ ოკულტური მეცნიერება, როგორც ესეთი ტერმინი შემოღებული იქნა იმისთვის, რომ დაენახებინათ ადამიანებისთვის ეს მეცნიერება და სულაც არაფერი არ არის ნაკლები. მაგრამ მეორეს მხრივ კომპრომისი იქნა მონახული მეცნიერებთან, რომელიც ძალიან აშლილი და აღგეგმილი იყვნენ ოკულტური ცოდნის მიმართ და არიან კიდეც ესეც. შესაბამისად, მეორე ჭეშმარიტება, მიგნებული ჭეშმარიტება, რაც არსებობს, რაშიც ოკულტიზმი არის გამოყენებული, არ იქნება აღიარებული სხვადასხვა თანამედროვე მაფიის მხრიდან, თუნდაც მეცნიერული მაფიის მხრიდან და შესაბამისად ისეთი ცნობილი ფონდებიც კი როგორც ახლა ნობელის პრემია როგორც გაიცემა, ის არ ცნობს არავითარ მისტიკურს, ის არ ცნობს არავითარ ოკულტურს და შესაბამისად გასცემს პრემიებს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ დარგში, რომელიც აკმაყოფილებს მის პირობებს, თქვა ფიზიკა, პირდაპირი გაგებით და არა ჩვენ როგორც მის როგორც მინდა რომ გავიგოთ. თქვა ქიმია, ბიოლოგია, ბიოლოგია, მედიცინა ერთად არის. ბოლოს დაუმატეს პრინციპში პოლიტიკური ეკონომიკაზე ეკონომიკას არასნაირად სხვადასხვანაირი სახით. მაგრამ თავარი ის არის, რომ აქედან ამოგდებული არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეცნიერება და ესეც თავისთავად ყურადღება მისაქცევია, მათემატიკაზე არ გაიცემა ნამდვილად. მიზეზი ძალიან ბანალური არის, იცით ალბათ და ამას აღარ გავამახვილებ უბრალოდ. ვისაც ფული აქვს და როგორც უნდა ისე აფინანსებს თავის ფონდებს, ამიტომ შესაბამისად ჩვენ ვერ გამოვეკიდებით სახელებს ადამიანს, იმიტომ რომ შეიძლება იმ დაფინანსებაში და იმ ფონდებში არ იყოს, რომელიც ჩვენ გვქონდა. ამით მე შესავალს შემოხდები და დავამთავრებ და გადავალ პირდაპირ ასტრონომიას.
და გამომახვილებ ყურადღებას ერთმანეთს. ასტრონომია არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თანამედროვე მეცნიერება. ყველა მეცნიერება ალბათ ლამაზია, მაგრამ მე ასტრონომიის უფრო მომწონს და მისი სილამაზის ჩვენება შეიძლება იქნებდეს. მივახციეთ კიდევ ერთ რამეს ყურადღება, რომ ჩემთვის ასტრონომიაში ბევრი რამ არის ეგზოტიკური და ლამაზი. თუ ყველაფერი ათასხატია. და თანაც ვამბობ ერთ ასტრონომიის ლექცია თუ გამოვიდა სულ ესე იგი ლექტორი არ ვარ გაარჩევ. უბრალოდ მხოლოდ სურათებიც კიდევ დაათვალიეროთ თქვენ ასტრონომიული. მას ელემენტარული კომენტარი გავუკეთოთ, ხო? ის აუცილებლად ამას და კარგი გამოვა, სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ თუ კი ლექცია გამოვა კარგი, მე დამაყრებით ის ადვილად კარგი თავისთავად კარგი გამოდის. კიდევ ერთი პროვოკაცია დამშა თქვენთვის აქვენა გურული ვარ და იძულებული ვარ ხანდახან პროვოკაციათა წავიდე. ეს პროვოკაცია მდგომარეობს იმაში, რომ მე შემოგთავაზებთ ახლა ზოგიერთ სახელწოდებას, ასე ვთქვათ, რა შეიძლება თქვენ აირჩიოთ ლექციის სახით. ერთი არის ის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები ჩანს. მე თან წავიკითხავ, რა თქმა უნდა, შევიდანი ის საკითხი ყველაფერი შეუძლებელია. არის გალაქტიკები და სამყარო, კალენდარი, ეგზოტიკური მოვლენები, ევოლუციური თეორია, ასე ვთქვათ, შესაძლებელი ასტრონომიაში, მცირე სხეულები, ზედა კოსმოსური ამინდი, მზის სისტემა, თანამგზავრები. ესენი მაქვს უბრალოდ ჩამოვაგებული იმისთვის, რომ გემოვნების მიხედვით, ან იმის მიხედვით თუ უკვე გავლილია რომელიმე ჯგუფს მსგავსი ინფორმაცია, მაშინ ის არსებობს უხოთ და მივაწოდოთ სხვანაირად. მე თქვენ შემოგთავაზებთ აი ეგზოტიკას. დაგვეწყო პირდაპირ ეგზოტიკით, გვენახა რა არის ეს და შესაბამისად ამის შემდეგ უბრალოდ გადაგვეცმეთ რამდენი ლამაზი და საინტერესო არის ასტრონომიაში და რა გინდა თქვენ. და თქვენ ანუ ჩავთვალოთ ესეთნაირად, მე ვიღებ დავუკეთებს. თქვენ მეუბნებით თუ გინდათ ეს თემა, მე რომ სამყაროს ის მომზადებული, მე ყოფა თუ ერთი კვირა ისათვის რომ მომზადო და მოვიტანო. ეს გავიზრდები ამასობაში და თქვენს მიიღებთ სიამოვნებას. ხო, მაგრამ აქ რომ გავთვალისწინოთ, რომ ძალიან პირველად არ შეგეძლო საერთოდ ასტრონომიას. ჩვენ გვინდა არაბანად. პრაქტიკულად ფორმულა არ იქნება, ერთეული ფორმულა თუ იქნება, იმას თქვენი ხელით აწყობთ მეტად. ამიტომ მოდით, თუ კი დავიჯერებთ, მე შეგახებოდი ეგზოტიკა 2014 წელია იმ თემას. და შეგახედოთ სათავეზე. მე თუ მაინც პრობლემა ექნებათ წინ დაგდებოდა, მაშინ შევწყვეტავთ. Ჩვენ დოგი ხარტორია. იდეოლოგიის მოხდით ერთი კითხვა მინდა გავუსვა. სხვაობა ასტრონომიაში და ასტროლოგიაში ვით განსხვავდება ეს არის. მოკლედ თუ შეგიძლიათ. მე მარტო ძალიან განმარტების ზონაში შევეხედა ზორი კითხვა დამაბანებით ისე ვიგილეს. ასტრონომია პრაქტიკულად გამოიცხავს ყველანაირ სულიერებას. ეს პირდაპირ პრაგმატული მეცნიერება არის, რომელიც აღწერს ბუნებრივ მოვლენებს, მხოლოდ აღწერს. ეს არის კოსმოსში არსებული ყველა ობიექტის, ასე ვთქვათ, კოსმოსური ობიექტების ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური მახასიათებლები. მათი აღწერა და მათი განაზომიერებების შესწავლა. პირდაპირი გაგებით ზეგავლენა დედამიწაზე მაინც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა, მას ვერ გაიცემთ მას ზეგავლენა პირდაპირ ჩანს და მექანიკურად ის შეისწავლება კიდეც ასტრონომიაში და აღიწერება კონკრეტულად რა ძალისაა და როგორია. მაგრამ განსხვავება სხვა ასტროლოგიასთან იმაში მდგომარეობს, რომ ასტროლოგია განიხილავს პირდაპირ ამ კოსმოსური ობიექტების ზეგავლენას კაცობრიობას. ან დედამიწაზე და კაცობრიობას. აი, პირდაპირ ადამიანზე გავლენას ასტრონომია არანაირად არ განიხილავს. თუმცა ზოგიერთ სხვა დარგს მეცნიერობას აქვს ამის მცდელობა, რომ განიხილოს სხვა ბიოლოგიას აქვს ამის მცდელობა. რეალურად თუ ადამიანზე ზეგავლენა იქნას ახლა. ამიტომ მოდი ესე შევხედოთ, რომ მეცნიერების ყველა დარგი პრაქტიკულად არის ცივად, პრაგმატულად, ლოგიკურად ჩამოყალიბებული დარგები, რომლებშიც ყველგან უნდა იყოს აუცილებლად კაცრი ლოგიკური დასაბუთება და არამისტიკური. ასტროლოგიაში დაშვებულია მისტიკური, დაშვებულია ოკულტური მითნობა საერთოდ და ეს პრინციპული განსხვავება ამისგან. ეს ძალად გაყოფილია პრინციპს, ძალიან ნორმალური იქნება და ორივე ერთად გაჩენილიყო და ბოლომდე ასე გაგრძელებული. ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ასეთი ამ კითხვას. თუ გაკმაყოფილოთ თუ გავაგრძელებთ?
შეთავაზე ერთი სურათი, რომელშიც დაინახავს ასტრონომიასაც და კოსმოსის ზეგავლენას, როგორ მოდის ეს ინფორმაცია და იდეები ანალიზის თავში, მაგრამ ასტრონომიას ვერ დაინახავს. ასტრონომია დაინახავს. ეს გასწორება. მე მაშინ სანამ აი ლამაზი სურათი სანამ იქნება, ასე ვთქვათ, თან თქვენ საშუალება გექნებათ ტელეფონზე დამახსოვროთ, თვითონ და დაანებოთ და გითხოთ ან მომწეროთ. რაღაც კითხვები გვაქვს და აღარ შეზღუდვა არ არსებობს. თუ ვერ გიპასუხეთ იმეილზე მაინც ვნახავ და ბოლო მოწერთ კიდეც პასუხს. ან დაგინებავთ. ხო, ჩემი თქმა იქნება თუ თქვენ მომწერთ წერილს და კითხვას. ძალიან ვთქვათ რომ მომწერთ ტელეფონს, იმიტომ თუ მე გამიჭირდა მის დაწერა შეიძლება დაგიგებოთ ეს კითხვაც. ამიტომ ჩემი თქმა არის წერილს როგორც გინწერთ, მაშინ ტელეფონს მიაწეროთ. თუმცა მე იმედი მაქვს რომ გავარდების შემდეგი მუვი აუდიტორია შექმნა ეს აუდიტორია ძალიან გაიზრდა. მე მქონდა ესეთი პატარა შესავალი, ასე ვთქვათ, როდესაც ევგენი ხარაძემ დამიბადა, ევგენი ხარაძემ ყველაფრის მამა იყო, ასე ვთქვათ, ასტრონომიაში. განათლებით თუ აღწევი იყო ქიმიკოსი, აღწევი შეიძლება მიშლებოდეს და ბოდის. იმიტომ რომ ასტრონომიაში არსებობდა ანალოგიური მაგალითი, როდესაც ქიმიკოსი ლევერია გახდა ძალიან კარგი ასტრონომი. და ამიტომ შეიძლება მეშლებოდეს ამწუთას ხარაძეს ამბავი. 25 წლის ასაკში აღმოჩნდა ხარაძე 25 წლის აღმოჩნდა რომ გეგმიურად ვითარდება ასტრონომია საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში უნდა გაიხსნას ობსერვატორია, ითხოვეს კანდიდატი ვინც შეიძლება იყოს და როგორც მრავალხმე განათლებული ერთდროულად ადამიანი, სწრაფი მეცნიერი, მას შეთავაზეს ასტრონომია და ის დათანხმდა. და თითქმის 60 წელი იყო ობსერვატორიის დირექტორი. რამოდენიმე წელი იყო აკადემიის პრეზიდენტი. მე შევესწარი მომენტს, როდესაც ორივე ერთდროულად იყო, მაშინ სტუდენტი იყო. სტუდენტი იყო მაშინ. და ხარაძემ გადაწყვიტა რაღაც მომენტში, რომ საკმაოდ პერსპექტივა მაქვს და რატომაც ასტროლოგიით ვარ დაკავებული კიდევ. და ამის გარჩევა გადაწყვიტა და ამიწერა. მომწე ერთი კითხვა მარტივი ძალიან. თქვენისგან გონების ადამიანი მეც იგივე განწყობა მქონდა, როცა ვნახე ცისრული დაბნელება. ერთადერთი ასე ვთქვათ, დამიცვა იმან, რომ საკმაოდ ღრუბლები იყო. სპიტაბილ ვნახე. ეს იყო 2006 წლის 29 მარტი. როდესაც თბილისში მზის დაბნელება იყო 95%, 95%. ანუ მაინც ეფექტის უსხვა 1%-იც დარჩეს და უყარა მზის დისკოსი. მაინც სხვა ეფექტი აქვს. როგორც ის ბოლო წამი იქნება და ჩაბნელდება, ეს ბაშებს უსხვა რაღაცა ხდება. მე წავედი მაშინ ფოთში, ხათეთ მამას ხოლმე ფოთში და ამიტომ დავამტკი ფოთში იყო ზოლი დაბნელების, არ გაგვიმართლა იმ ღრუბლები იყო, გაგვიმართლა თუ საკმაოდ ხელი იყო ზოლები. მაგრამ ფოთი მოხდა მაგრამ ღრუბლიან ზონაში და მთელი სამეგრელო აფხაზეთის რეგიონში აბსოლუტურად მოწონილი ამინდი იყო, თანაც ფოთში ცოტი და 42 წამი გრძელდებოდა სრული დაბნელების ფაზა და ზუგდიდში იყო 3 და 40 ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა და გადაიღეს ჩვენები და ჩასული აფრიკაც ჩავიდა და აფრიკამდე გადაიღეს ეს ფაზა. მე გეტყვით ესეთ ამას ჩავედი ფოთში მაშინვე მერიაში მივედით იქ საკრებულო ხელმძღვანელი თვითონ გამოყო საკუთარი აივანი ის უყურებდა საფრანგეთის ხალხის კარგად და იქიდან დავალაგეთ რაც შეგვეძლოს უსტავებად და ტელევიზიაც მოვიდა ფოთი ტელევიზიის მუშაობა როგორია გადაიღებს რამდენიმე სიუჟეტს და მე ერთ პასაჟს გავუშვებ და ნახევარსაათი ყველა საშუალება არ არის და გადაიღეს ეს ყველაფერი დილას მივედი მეცი ინტერვიუ ჩემი ბიჭი მახდა მაშინ უფროსი ბიჭი იყო პლას რესტორანსები მაგას რატის ვერ გადავთვალე რატის ის მომენტს და ეს გადაღებული ყველაფერი გავუშვეს გვიანა მაგრამ ეს ეფექტი რა მოუყევის ყველაფერი წინასწარ ესე მოხდა ასე ჩამოგვიანდება ასეთი რაღაცა იქნება ეს ყველაფერი კარგ აღჭერებულა პრაქტიკულად იწევს ყველაფერს მედის დაიწყო დაბნელება თუ არა უყურე ამას ყველაფერს და დავთვალე ყველაფერი მე რა მოვაჩინე როგორც უთ არ მილაპარაკეს გაჩვენებული ვიდექი და უყურე ყველაფერი მოუყევი წინასწარ ესე იქნება ვიცოდით გამოკლილი ისეთი ზეგავლენა აქვს რო უყურე ხო ეს სახტა დარჩები და რაც ამ ზუსტად იწუბროთ არ გეშინია თუ იცი და ახლა რა არის და შვიდად უყურე ამას მაგრამ არ გვიყვანა ესე პირდაპირ თანაც ყველას შეფასებები იყო ავტომატურად ჩაერთოს განათება ხამის განათება ჩაერთო და დაბნელება რაც არ იყოს ის რამე მაინც არის ეს გინდი აი კაი მაგარი მინდივით არის მაგრამ ყველაფერს დადაბა შემართ ესეთი არ არის გიგაგისეთ მაგრამ აი რეალური მოულოდნელობა ამაზე გაცილებით უნელია სადასაც ერთად თუ არის კარგად მოიფიქრება ძალიან მაგარად
და მე მახსოვს რეაქცია მე რეპორტერების მე არ მომიყეს გადაიღეს მეორე დღესაც ვიყავ და მამაჩემთან ერთად მიკროავტობუსით წავედით საერთესკენ. მოვდივარ და უცბად მე საერთი ხარი სკამინდა და გავუნდა და უცბად ამოხდა მადლობას ვიხდეს. დაიწყო მოთხრობა. მუშტარი დავტენდელზე თუ გამოходит ეს ველაპარაკი ისე შეგვეშინდა ხოლმე და საღამოსოდეს მოვისმინეთ ყველაფერი მე მოგვეშვა. იმიტომ რომ არის ათხილებული არის კაციშვილი და დაბნელება იქნებოდა ასეთი არ მოხდება რაღაცა და ეგეთი. უბრალოდ მაგის მაგალითებს ახლა ჩვენ ნახავთ. ერთი და იგივე დაბნელება სხვადასხვანაირად როგორ მოქმედებდა სხვადასხვა სიტუაციაში. და თქვენ მიხვდებით ზუსტად იმას რომ აი განსხვავებად არის და თან მიხვდებით რომ ცეიცი წინასწარ რა შეიძლება მას მოყოს და რა შეიძლება ისგა შეიძლება დაიწყოთ შეერდათ ორივე პრობლემის გარეშე. სისტემელებას მექანიზმი აქვს უბრალოდ მოცემული, აი სურათზე არის დაბნელდება მე მის გარშემო არის რაღაცა გარკვეული განათება, თუმცა ეს სურათი ცუდი მაგალითია, იმიტომ რომ არის რამოდენიმე სურათის კომბინაცია ერთად მოცემული, დადებული და კორონა კარგად არჩევს გვერდზე. გარჩევა იმაზე მეტი უდის საჭირო და ხაზები ჩანს აბსოლუტურად სხვადასხვა დინებებით. აი ზედა წამოსული სფერები მოდის ეცემა თვალზე და თვალიდან გადმოსული ჭრილი ეცემა დედამიწის ზედაპირს. ამას მე კიდე დამატებითაც გეტყვით, უბრალოდ სწრაფად ჩავიგან ცოტას თუ უცხოდ ვერ დაინახოთ ძალიან შეწუხდებით ამას. საქმე რაშია? ნებისმიერი შუქი როდესაც მოდის გამოსხივება, თუ ის სფერულ სხეულს დაეცემა, სფერულ სხეულს უკან წარმოიქმნება კონუსური ჭრილი. ყველა ვარიანტი კონუსური იქნება ეს. ამის ერთ-ერთ მაგალითად საუბრის დროს შეიძლება მე გავიხსენოთ არისტოტელეს მიერ ახსნილი დაბნელება როგორ დაბნელების ხარჯზე როგორ ახსნა დედამიწა და თვალე არის ფეროდის ხეულები. დაბნელებების ხარჯზე ახსნა მან. ნუ საინტერესო მომენტი არის ის რომ შვილი ეცემა დედამიწის ზედაპირზე და მანდამაის ახლა კონუსი წვეთი ყوار დაეცემა ასეთი. შეიძლება ისე აღმოჩნდეს რომ დედამიწასთან თვალე წრილობიტაზე არ მოძრაობს დედამიწის გარშემო. ელიფსური არის გაწენილია საკმაოდ. შესაბამისად ის ხან საშუალოზე ცოტა უფრო ახლოს არის დედამიწასთან, ხან ცოტათი უფრო შორსად. თუ ცოტათი უფრო ახლოს არ მოხდება, მაშინ კონუსის წვერი მოხდებოდა დედამიწის სიღრმეში, უბრალოდ შევა, ამიტომ აკვეთილ კონუსს მივიღეთ. ჩვენ ეს დაეცემა. ზედაპირზე გამოვა ჭრილის წრე, რაღაცა პატარა ჭრილი დაეცემა. ეს წრე არის ზუსტად ის ადგილი, რომელშიც დაბნელება ხდება. იმიტომ რომ ნახავთ იმდენი წრიდან გარეთ. დაბნელება უკვე იქით არ არის. აი ყოველთვის გადასურათი არ მოშორებულია დედამიწა უბრალოდ სურათიდან და წარმოიდგინეთ ზედა წამოსული სფეროები დაეცა თვალის ზედაპირს და წამოვიდა ეს მუქი ჭრილი და თქვენ სიღრმეში შეგვედით თქვენთვის მზედა დაბნელებული არ მოხდება. თქვენ იმდენად ახლოს აღმოჩნდებით თვალესთან თვალე ფარავთ და მის უკან არ არჩას მზე. თქვენ მექანიკურად შეიძლება ამის გაგება შეიძლება. მაგრამ საკმარისია თქვენ ჭრილის ცოტა გვერდით გაფრთხილდეთ და აღმოჩნდება. და დაფარულია თქვენ თავი დაყავთ და გაიხედეთ და მზის პატარა განათებული გავს ხედავთ. სინამდვილეში ეს არის. ამიტომ ჭრილი განსაზღვრავს ზუსტად იმ ადგილს, სადაც დაბნელება იქნება დაფიქსირებული და თუ ის დედამიწაზე დაეცა, ხდება დედამიწაზე სადაც დაეცემა იმ ადგილზე არის დაბნელება. აი ყოველ მექანიზმი წამოვიდა ჭრილმა გადაიარა დედამიწაზე და ის პატარა ხაზი გაატარა, ხედავთ? პროცესად ალბათ მენდობით რომ გაიარა და აქაც. ამან რამდენიმეჯერია უკან ანიმაცია, ზუსტად და თქვენ შეგეძლოთ აცნა. ნანადეს დაგენახავთ, თუმცა თუდად ჩანს ის ჭრილიც. აი ყურეთ ზიდან ჭრილი არის თვალის ჭრილმა გადაიარა დედამიწის ზედაპირზე და ხაზი გააკეთა. ხაზი გაკეთებულია დროში. ანუ ეს მომენტი არის პატარა ჭრილი, ეს ჭრილი ვერ მოძრაობს დედამიწის ზედაპირზე და ეს ხაზი ფორმალურია, რომ დროში გაზრდილი ხაზი. და ერთდროულად არსებობს მხოლოდ ლაკა დედამიწის ომიდრას არის და იქ არის დაბნელება. ეს ლაკა საკმაოდ სწრაფად მოძრაობს 1 კილომეტრი/წამში ჩქარით და შესაბამისად ძალიან სწრაფად გადაინაცვლებს კონკრეტული ადგილიდან. თქვენ ამ ლაკას თუ დიდი განი აქვს, მაშინ ერთ ადგილას შეიძლება დაბნელება კარგად გაგრძელდეს, გაგრძელდეს. ერთი 7 ნახევარიც კი. 2006-ში მარტო საქართველოზე გადაიარა? არა, რა თქმა უნდა. საერთოდ როგორც კი დაბნელება გადაივლის, ამას ეხლა სურათზე ნახავთ ცოტა ხანში, დაახლოებით 40%-ზე დედამიწის ზედაპირზე გაივლის ჭრილი. უბრალოდ ესე ამ სივის როლები და წმინდაც რასაერთის რომ ყველამ დაინახოს. ეხლა ცოტა უფრო დიდი სურათები დავსვი სპეციალურად. აი დედამიწაზე აღარ ჩანს გარეთ არის მარცხენა მხრიდან შემოდის სინათლე. თქვენ მაუსზე უყურებთ ხოლმე ყველაზე აქტივით, ხო? სადაც აი ჭრილი წავიდა დაეცა დედამიწის ზედაპირზე. ადგილიდან ადრე ყოფილა წამოვიდა ესე გადმოიარა, გადმოვიდეს ესე და ბოლოს შეწყდა. წავა სივრცეში გადავა უკვე
დედამიწის ზედაპირზე აღარ იქნება. აი პასუხი იმ კითხვაზე. და ახლა 40%-ზე გაიგებს დედამიწის ზედაპირზე. და დაბნელება სხვადასხვა დროში სწრაფად მონაცვლე კადრებით ასე ვთქვათ გადაიგვის დედამიწის ზედაპირზე. ოღონდ ერთ ადგილზე დაბნელება გრძელდება მაქსიმუმ 7.5 წუთი. დამერც მოდეთ თუ წუთი და 53 წამიც იყო აუტანელი. ხოჩი როგორ არ დამთავრდა, დაიწყო და დამთავრდა. მაგის მაგალითსაც გეტყვით ერთ საინტერესოს ანალოგიური ადამიანის ფსიქიკის შესაბამისად არის იმდენად მოქმედებს, რომ ეს ძალიან დიდი გეჩვენა. ზალბიევის ინსტიტუტში სეისმომედეგობის ინსტიტუტი რომელიც მომონა არ არსებობს, მაგრამ იმედია შეიარსებებს. მივიდა კორესპონდენტი, რომელსაც აიღო ინტერვიუ მიწისძვრებთან დაკავშირებით. მიწისძვრების დროს ახდება და როგორ უძლებს ეს სახლები და ბოლოს დაამთავრა ყველაფერი თქო რა მიწისძვრა როგორია რა იქნება მაგები. ეგ ადვილია დაჭერის გამძლეობს თუ ეს ამი არის ისე რომ იწიძვრება მიწისძვრას. ვიწყას და მისცეს ეს ვიწყი. და მე რო ვთქვა ეხლა ჩვენ ვიღებთ ინტერვიუს. უნდა მოგვიყო რა გაიგონო. დაახლოებით 10 წუთი ყვებოდა ეს კორესპონდენტი, როგორ დაიგო ხონა ყველაფერი, როგორ გადაიყო თითქოს კედლები გაიყო და დაიყო და რაღაც მოყვა ყველაფერი და დაიქცა ყველაფერი. და რამდენი ხანი გრძელდებოდა და თქვა 5 წუთი გრძელდებოდა. ამათ გაიცინეს და ეს აღმოჩნდა 9.1 წამი იყო სპეციალ. და ამ ზეკიკა მისცა ესეთი შედეგი. აი დაბნელების დროსაც დაახლოებით ეგეთი რაღაც ხდება. უყურებთ და არ თავდება. არ თავდება და უყურებთ არის და არის. სასწაულია საერთოდ. ეს მეორე მომენტი არის მე რო გითხარით თვარე სხვადასხვა მანძილზე აღმოჩნდება ხოლმე დედამიწიდან ცოტა ახლოს ცოტა შორს აი როცა ცოტა შორს არის მაშინ ჭრილის კონუსის წვერო ჰაერში აღმოჩნდება ვერ მისვლება დედამიწის ზედაპირს კონუსი გაიშლება კონუსთან მეორე მხარეს ამოფოკუსიდან ჭრილი და ის უკვე ნახევარჭრილივით არის და ის ეცემა დედამიწის ზედაპირზე და ამიტომ სხვა ფერით მოხდეს ეს გაფერადებული რომ თქვენ მიაღწევთ ამას ყურადღება მაგრამ იცოდე ცინაბილი შეაშია საქმე. მოდით მე ამ კუთხიდან არ აგეხსნით, აგეხსნით სხვა კუთხიდან. წარმოიდგინეთ, რომ აი ეს თვარე ახლა ცოტა უფრო შორს, აი როდნო უფრო პატარა აღმოჩნდა. სფერული ზომით ჩვენთვის. რადგან როდნო უფრო პატარა აღმოჩნდა, მან ვეღარ მოახერხა მზის დისკოსტიანად დაფარა ძირითადი ნაწილი და გარშემო დარჩა განათებული. ამას ქვია მზის რგულისებური დაბნელება. მინდა თუ გიფიქრიეთ საერთოდ რა ზომის არის გრადუსებში მზის დისკო. ხომ პრემიასაზე. ლევას გრადუსებში. რა გრადუსია მზის დისკო. რასაც უყურებ. გრადუსი ყველა მიცით და მინდა მე ახლა სიფრველებს აკეთებ და 23 აუვიდა. სხვადასხვა მოგეცი რამდენი? ერთი ალბათ კიდე სხვა კონტექსტზე. ძალიან კარგი პასუხი ერთი რომ ახლოს არის სინამდვილეს და თქვენი პასუხი მონტესორია უფრო პატარა. ნახევარი გრადუსია დაახლოებით. მაგრამ ერთი ძალიან ახლოსა თქვენ და ნახოთ ლექციებზე რა ხდება. 15 როცა 45 კი ნახო 90-ს გეჩვენა და მე ვარ 90 არის მეგობრს და მოგიანო. თქვენ რასაც ხედავთ ერთდროულად საზოგადო ხედავთ 180 გრადუსიას. იქ წერტილი. თქვენ რომ ზედასვათ მარტო ხილულ ჰორიზონტზე 360 შეჭდება. ის თეოდესკოპზე ძალიან პატარაა ზომით ხილული ზომით. თვარე ზუსტად იგივე ზომის. საშუალო ზომას გულისხმობს. მაგრამ იმის გამო რომ დედამიწა მზის გარშემო გამოიქცევა ელიფსზე, მაგრამ ოდნავ გაწეული ელიფსზე, ჩვენ პირიქით გვეჩვენება ჩვენ გეოგრაფთან მზე გამოიქცევა ჩვენ გარშემო ოდნავ გაწეული ელიფსზე, ამიტომ მზის ზომა ოდნავ იცვლება 39.5 მინუტიდან 30.5 მინუტამდე დაახლოებით. ეხლა მე ვამაგიჩებ ცოტათი მონაცემებს, ხოლო თვარის მონაცემი ძალიან იცვლება 28 მინუტიდან 32 მინუტამდე ცოტა მეტიც არის. ამიტომ წარმოიდგინეთ რომ თვარე მნიშვნელოვნად დიდი ან პატარა შეიძლება მოგეჩვენოთ და შესაბამისად, როდესაც ის ჩვენთან ახლოსა შეიძლება 32-33 მინუტიც იყოს, 30 მინუტიანზე ძალიან კარგად დაეფაროს და დიდ ხანს იყოს ის დაბნელება ჩვენთვის კონკრეტულ ადგილას. ხოლო პირიქით, როდესაც არის სიტუაცია პატარა ზომარი, მაშინ საერთოდ ვერ ფარავს და ვიღებთ აი ესეთ დაბნელებას. მე გადმოვიდეთ ახლა შემდეგ სურათზე და აი ეს არის კოსმოსიდან გადაღებული ის ლაქა. კონკრეტულად ამ ადგილას არის დაბნელებული ჭრილის წაკვეთილი კონუსის ნაწილი დაენათა და წრიული ნაწილი მივიღეთ ზის ზედაპირს, დედამიწის ზედაპირს. რა თქმა უნდა, რამდენი წუთის ცოტა აქეთ იყო დაბნელება, რამდენი წუთის შემდეგ აქეთ გამოვიდოდა ეს ჭრილი. და ის ნახატი იყო ყველას ნახეთ ხაზის სახით. ეს კოსმოსიდან გადაღებული. მე ხა ცოტას ვიტყუები, ნახეთ, მე საწერო 99 წლის მზის დაბნელებას ვარი სულიად უხეში მონაცემა. წელიწადში კონდეს მეცედებოდა მინიმუმ თავიდეთ უნდა მეთოს წუთებზე აღარ მოყარებს, ხო? და შეგრებოდა თამაკის გაკეთება. აი ანიმაცია იმისა როგორ ხდება დაბნელება ახაც გავწოდეთ, სხვადასხვა 4-4 ნამდვილად არის, მაგრამ არ გეუბნებით რომ ერთ არის. აი მოდის თვარე
ნახეთ, ახლა კიდე შემოვთვალე, აი თვალის მე გარშემოჩდის ხედავთ. და იმ ჩრდილმა გადაიარა დედამიწის ზედაპირზე და მოგვცა დიდი განიერი რაღაცა ზოლი. ის ჩრდილი არის ნაწილობრივი ჩრდილი, ეს არ არის ის პატარა ჩრდილი, რაც მე გაჩვენეთ, ეს არის გაბნეული ჩრდილი თვალის გარშემოც. თვალის მოცემული ცოტა გაბნეული ჩრდილი, არა კონუსტო და მეორე მხარეს გაშლილი ჩრდილი, რომელიც იძლევა ნაწილობრივი დაბნელების ზოლს. ხოვთ. აი ხედავთ, როგორ გადმოიარა ქვეყანიდან ამოვიდა, ამერიკაზე გადმოიარა და წავიდა ზემოთ. აი მეორე დაბნელება, რომელიც თვარე აღარ არის, პირდაპირ ჩრდილია მოცემული მისი, განიერი ჩრდილი, რომელსაც გადაიარა და ნაწილობრივი დაბნელების ზოლი მოხდა. მის ცენტრში შეიძლება ცენტრალური დაბნელება ყოფილიყო. ავსტრალიასა და ამერიკის შორის. კი ბატონო, პირველს დააგვეთით აბა ისე. 94 წელს ორი დაბნელება მაქვს მოცემული აგერ. ერთმა გადმოიარა ცენტრალური ზოლი, აქ იყო სრული დაბნელება, ცოტა გვერდზე გახვალთ ნაწილობრივი დაბნელება და ის განიერი ჩრდილს რო ხედავდით, რომ დიდი მუცი მოდიოდა და გადმოიარა მაგაზე მთლიანად. ესე წამოვიდა. აი მეორე დაბნელება, რომელმაც ასევე ნაწილობრივი სრული დაბნელება მოხდა ცენტრში და გარშემო ნაწილობრივი დაბნელების ზოლები აქვს. წვეთი ხაზით უბრალოდ 50%-იანი დაბნელება მოცემული. საორიენტაციოდ რომ ჩვენ ადვილად დაინახოთ, ამის იქით თუ გახვალთ, მზე 50%-ზე უფრო ნაკლებად იყო დაბნელება. აი ესეთი. მე მგონი აღშენეთ ხო პირველი ანიმაცია რომელი იყო ამოვიდა. ამერიკაზე გადაიარა თვითონ და ამერიკაზე გადაიარა ესა. ანუ აი ესეთი რუკები მოიცემა ხოლმე ასტრონომიულ ასე ვთქვათ საიტებზე, წესიერ საიტებზე, ეს არის NASA საიტიდან ამოღებული ესპენაკის რუკები, ყველაზე ცნობილი ვინც არის ამაში, ამ საქმეში და ის მიგვითითებს რომ არის სრული დაბნელება გადაიარა ესეთნაირად, ხოლო ნაწილობრივმა დაფარა დედამიწის ნახეთ-ამხელა ნაწილი. ამასაც ხედავთ. მე გავშვებ ცოტა სურათებს, ცოტა ხანში მე კონკრეტულ მაგალითებს დავიწყებ ახლა. აქაც იყო მეორე ანიმაცია, თქვენ ავსტრალიაზე რო გადაიარა, ეს არის ახლა არა თუ არა, ეს არის. ანიმაცია ცოტა ავსტრალია. ხო, ავსტრალიაზე გადმოიარა. აი ეს მეორე სურათი. აი ეს. ერთი რამ არის კიდევ ბარემ გეტყვით ყველაფერს. ლუჩიფერი არის მოცემული ჩრდილოეთ პოლუსი, კეთილი არის მოცემული სამხრეთ პოლუსი. ჩრდილი თვალიშტილი და შესაბამისად დაბნელების მიმდინარეობა ყოველთვის არის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ესე გადაივლებს დედამიწის ზედაპირზე. მეორე სურათში არ გაგყვებთ არაფერს, იქ ზემოდან ქვემოთ რომ მოდის, კოსმოსიდან გაკეთებული ვიდეო არის ეს ანიმაცია, უბრალოდ მონაცემებზე გაკეთებული და შემოდის ისე დასავლეთიდან და ჩამოდის აღმოსავლეთისკენ, წარწერული სურათი უბრალოდ. ეს უფრო სრულყოფილი ანიმაცია, შეხედეთ ერთ-ერთ კონკრეტულ დაბნელებას, ეს 2022 ივლისის დაბნელება, ხედავთ შუაში შავ სულ დაბნელების ხაზს და გარშემო ნაწილობრივი ახლა შეგიძლიათ შეაფასოთ აი ეს კითხვა რო იყო მოცემული მშვენიერი, რამდენ ნაწილს მარავს დედამიწის ეს უყურე თვითონ საკუთარ თვალით. შემოვიდა, წამოვიდა. ის ერთიდი ძალიან ცოტას გადაიწყო, მაგრამ ეს კიდე ნახეთ ამას. ანუ დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან ნაწილობრივი დაბნელების ხიბის შესაძლებლობა ძალიან ბევრია. მაგრამ აი სრული დაბნელება რო ერთ-ერთი ადგილზე ნახოთ, ამის ალბათობა ძალიან ცოტაა. აკოპილა ეს ეხლა თქვით ზუსტად სრული დაბნელება 2006 წლის 29 მარტს იყო საქართველოს ტერიტორიაზეც კი. უახლოესი იქნება დაახლოებით 75 წელი. მე ყოველთვის სადღაც 1950 წლებში ორი დაბნელება იყო ზედიზეც. 51 ერთი იყო 51-ში, მეორე მე მგონი 54-56-ში იყო. მე მაქსის მოცემული, ჩვენ როგორც კი დავამთავრეთ, საუბარს ვიყავით. გამარჯვება ესე რაღაცა კვარტალი აი ქვემოდან როგორც ჩანს გადაღებული აჩქარებული ვიდეო. მათ ჩანს ხო? ჩემთან არ ჩანს ამ. ცოტა აჩქარებულა და ცოტა ხელს კი უკანკალეთ. თქვენ დაინახავთ უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება, მანდ ტყუილი არ არის ის, ფინანსო დაიფარება უცბად ერთ ადგილას ძალიან დიდად გაგწინდება და იმას მიაქციეთ ყურადღება. მე ძალიან ამუკანკავდება ხელი მე ახლა ცოტა შევხედა და იმიტომ და შეგვიძლია შევხვდეთ. მაგის ჩვენებო ხელაზე არა. სხვათა შორის ეს არის ისევ ესპანეთის ჯგუფის მიერ გადაღებული რაღაცების აკეთებდა და ის აკაჭირდებოდა უფრო პრინციპში და მაინც დადეს საიტში. ეხლა მე გავაკეთებ ესეთ პატარა გადახდომას, გავშენეთ სხვანაირ ანიმაციას ნახეთ. ჩასვა? ოპ. ეს ზუსტად იმ დაბნელების ამერ თქვენ გითხრათ. ინდურ მისტიციზმში ამას ეძახიან აკონიკა, ყოფს ეს. მე გეტყვით ასტრონომიაში რეკვიანეს. ამას პირველი ერთი გეჭით.
ბრილიანტის ბეჭედი. მაგრამ ერთი მომენტში მაგარი ნათება. კი. ეხლა გეტყვით ეს უნიკალური ეს არის ვიდეო არის ანიმაცია გაკეთებული რეალური მონაცემ სურათები დადებული აჩქარებული. საერთოდ ეს უნდა იყოს 2 წამი. 2 ბრილიანტის ბეჭედი უნდა იყოს. ეს არის ბოლო წამი სრული დაბნელებისა და პირველი წამი, ეს არის ბოლო წამი სრული დაბნელებისა და სრულის პირველი. ანუ როდესაც ის ბოლო ანთება არის ეს ბოლო სურათი როგორ განიგნება უცბად ატმოსფეროში ჩვენთან. ეს გარედან შეხედოთ ეს არ ჩანს. ეს ატმოსფეროს მომენტი დედამიწაზე ჩანს. ამიტომ წესით უნდა იყოს როცა სრული დაბნელება დაიწყება იმ მომენტში ერთი წამი გამოდან და მეორე უნდა იყოს ბოლოში. ეს კარა როგორც ამას ვერდიდან ერთი წამი ეს სხვა მომენტია. ეს კონკრეტული შემთხვევა მოხდა ისეთი რომ ერთი წამი ეს ისეთი ადგილიდან გადაღებული ერთი წამით იყო ის შესაძლებელი და უკვე მეორე თვე გამონათება დაიწყო. ეს ძალიან უნიკალური აღმოჩნდა. მაგრამ ასეთი ბრილიანტი ბეჭედი 2 წამი როგორც დასაწყისში და ბოლოში. მაგრამ მოსულ ნახავს ადამიანს სადღაც დაემატა. ბრილიანტი ბეჭედი დავინახეთ იმ პროექტში. დანარჩენები თუდად ჩანდა ყველაფერი. ბრილიანტი ბეჭედი ჩანდა. და ძალიან მიყვირდა მე მეგონა რომ გამომჩა და ერთი წალი იყო მეთქი და გაგიჟებული ხარ. ხო და მოსულ რომ მართლა ერთი იყო იმ წელს. ესეც უნიკალური მოყვა. ეს ათაშოს ყველაფერი გვიანი ნახე. დაბნელება მართლა უკვე რამდენი ასაკის ვიყავ ხოთენ ჩემით და თანასწორია ხალე. ნერვული ჩემი თვალით ნახე მაქვს 40 ასაკში ვიყავ. ისიც აზერბაიჯანში ვიყავ. კარნობილზე ხო? კარნობილზე აი ევროპაში ყველაზე დიდი საკისებული ტელესკოპი დაიწყეს, ეგრე ხალხს მამაჩემ მეუღლები იყვნენ და მამაჩემ სპეციალურად ამერალა ესე მაჩვენა და ნახე საკუთარი თვალით. აი 2 წეული თვალი, რომელსაც მე ვთვლი, რომ ისინი უნდა განახა. ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ, როგორც ასტროლოგის და როგორც პათოლოგის მინიშნება. ვნახე თვალი და საფორი. და წარმოუდგენელი სტაბილურობა, ეგენი ხალხი ისწავლია. რა თქმა უნდა ისინი ჩემს ემოციებს ვერ მიხვდებოდნენ, მაგრამ მამაჩემი იყო ბედნიერი, რომ ეგენი ხალხი გამოსა. ხო, ეგენი ხალხი მიყოლოდა საშუალო დამთავრებული მისია და აინტერესებს ახლა. არაფერი არ უკითხეთ ჩემს რასტობის, მაგრამ ვნახე თვალი, ალში კრატერები ხოლმე და სადომი. ანუ მე ვნახე ღმერთის სხეული, დრო არის ღმერთის სხეული. Vreme de tela Boga. Мы живем в теле Бога. И Луна. Это самое сакральное тело, геометрическая симметрия которой является в космосе. Это симметрия. Она всего сахсилась თავისი матрица. და რიცხვის რა არის მთვარის მატრიცის და მთვარის მატრიცის ჰარმონია იმდენად დიდია, რომ ზაზამიცის მეთოდზე მიჩვენებია. რა წარმოუდგენელი სიმეტრია და ჰარმონია იმაში. ხო და შემთხვევით საფუძვლად შეერთ. გეორგი ერთი კითხვა აქვს. აი საწყლოს ის დაგნებები თვარის რა ვიცი, არათასნაირი ეგზოტიკური მოვლენები. ეს კანონზომიერია, თუ კანონებს მიღმა ხდება ეს შემთხვევით და რა შეიძლება მარტივად ვიტყვით, ნაციონალურ პასუხებს ამოვიდა, მაგრამ მაინც მიგერ გეტყვით. არსებობს ელემენტარული მონაცემები, ეს ზუსტად მაგაზოთი მიგერ არის საკავშირი, საიდან ამოვიდა ეს ესეც სასახლეიდან არის, სადაც არის მოცემული 5000 წლის განმავლობაში. ყველას ისედაც თვალის დაბნელების ტრაექტორია. ანუ კანონზომიერება ძალიან კარგად არის ცნობილი, ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად არის ცნობილი, მისი გამოთვლა შეიძლება ესეთი ნორმალური პირობებში 5000 წელი აკეთიკით შეიძლება 15-20 წამის სიუჟეტით. და ცოტა იქითური ადასტება, ნუ კარგი არის უშოს 1 საათზე ავიდეს სიუჟეტი, მაგრამ მაინც მაღალი სიუჟეტია. ამიტომ კანონზომიერება ძალიან კაფეო და კანონზომიერების გარკვეული ელემენტები იცოდნენ ძველ სამყაროში ძალიან კარგად. საოცი რომელსაც ითვლიდნენ ზუსტად დაბნელებებს და ელოდებოდნენ მათ თავისი ნაკლის კონტრამის გამოთვლის აი ეს მომენტი რომელიც ბატონთანოს ნახსენა დრაგონული ყავს. ეს მომენტი ინდივიდუალურად შეგვიძლია იცოდნენ და ითვლიდნენ
დაბნელებებსაც ჩვენ ვიგებთ, უბრალოდ საროსი შემოგვჭა ჩვენ ეგვიპტიდან და საბერძნეთიდან საბოლოო ჯამში, თუმცა ალბათ რომ დინარეთიც არ ჩართული მაქვს საკითხებში ასე ვთქვათ და იცოდნენ მათაც. საქმე რაში არის, რომ კანონზომიერება აი საროსის გამოთვლით დაბნელებებისა, რომელიც ჩვენ შემოგვჭა ასე ვთქვათ მეცნიერული თვალსაზრისით. პლუსი იყო ის, რომ თუ კი ვიცოდეთ დაბნელებები, ვიცოდეთ შემდეგი როდის მოხდებოდა და ნახავთ, მაგრამ შეიძლებოდა გამოგვჩენოდა იმავე წელს მეორე სხვა დაბნელება, რომელიც საროსი ჯერ არ იყო აღწერილი. საროსი არ მიმდინარეობა რაღაცა კანონზომიერებით რამდენიმე დაბნელებისა, 70 დაბნელება დაახლოებით. გადაგმოვიდა გაწერილი საუკუნეებში. ასეთი საროსის დაბნელებები უამრავი მიმდინარეობს ერთდროულად ხოლმე. და უბრალოდ თუ ყველა იცი, ყველას აღწერთ. და თითოეულ მათგანს დააწერთ ეხლას. ამის მაგალითებს აი ზუსტად პირდაპირ მაგალითებს მისვა. ძალიან ზუსტად იმ დროს მაძლევთ ხოლმე ეკითხოს, რომ აი სურათი გამოტანეთ. პირდაპირ ეს. აი ახლა თქვენ ხედავთ ზოლებს, ზოლებს რომ მიეჩვიეთ. ამიტომ აი არის ძველი წელთაღრიცხვის 600-დან 591 წლება პლუსლიანი გრუპა არის დაბნელებებისა, რომელიც დღეს ნასას საიძე. სადაც ლურჯი ფერით არის მოცემული სრული დაბნელებები, ანუ სადაც აი სრული დაბნელება მოხდა, წინით არის გოლისები. ანუ სრული ვერ მოხდა, თუმცა თვალის კონკიდა ბარა, მაგრამ ძალიან ვერ დაბარა. ზედა გარდაჭე გარანტირებული. ხო? აი ეს დაბნელებები არის, ნაწილობრივი დაბნელებები, რომელშიც სრული გოლისებული არ მოხდა, ისინი არ არის დატანილი უბრალოდ სიაში არსებობს, ესეც სიები არის. როგორ? ზიტარები. ხო, ესე არის, მაგრამ აქ დამახინჯება არის. ნახეთ ეს იმიტომ რომ წვეთ მე ხა გაყიდებული გაქვთ ამიტომ არის ეს დახატოთ სიამბიში კარგად ოალზე მიდის ხოლმე. ასე ვთქვათ და გლობუსზე ნახოთ და მის გლობუსის წინ სულ პრინციპი ვიყავ. აი გაიწვია გაყიდდა ამის გარდა. ეხლა უყურეთ, ერთ-ერთი დაბნელება მინდა გაჩვენოთ. ეს არის აი დაიწყო სრული დაბნელება, მე მხოლოდ სულს გავყვები, გარშემო რა ნაწილობრივი იყო, აი თქვა ამ ლურჯი ხასის გარშემო კიდევ მას მიყოლოდა საკმაოდ განიერი ზოლი, ესე ვთქვათ, ნაწილობრივი დაბნელების, ის არ მაინტერესებს. ჩვენ მინდა ახლა სრული დაბნელება, რომელიც დაწყებულა აი ერთ-ერთ პერიოდში, ეგრეთ პერიოდსაც, დაწყებულა წყნარ ოკეანეში გადაუვლია ატლანტის ოკეანეზე, წამოსულა მე ევროპაში, აგერ საბერძნეთზეც გამოუვლია და წინა აზიაზეც. დაგეწერია -500 აი ეს არის 584 წლის 28 მაისს. აგერაწერია ეს დრო. ეს არის ცნობილი თალეს მიდეტენის დაბნელება, რომელიც ისტორიულად მათგან დაიყოს ალბათ ცნობილი, რომელიც აღწერილია ჰეროდოტის ისტორიაში და მასზე არის ორი ფაქტი მიმული ძალიან კარგად. ერთი, თალეს მიდეტენმა მიუთითეს დაბნელება იქნებოდა ძველი წელთაღრიცხვის 585 წლის 28 მაისს, ხადე მასე ზარდოთმან შეგეძლოთ, მათ თავისი წელთაღრიცხვის თუ ის არის, ხო? ეს მერია შემოტანილი გაცილებით გვიან და ეხლანდელი სალონიკი, სადაც არის ქალაქი, მის მიდამოებში თქვა, რომ იქნებოდა სრული დაბნელება. აღწერა რას ნიშნავს ეს და ბერძნები გამოვიდნენ და მოაწყოს სეირნობა და დააკვირდნენ ამას და ისე ამოვლეს სამეთი. და პირდაპირ აშკარად ესეთი მაღალი დონით დახვდნენ ამას. რამდენიმე ათეული წუთის შემდეგ აი სალონიკის მიდამოიდან მან დაბნელება გადაიქცევა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მდებარეობდა ორი ძველი ქვეყანა ცნობილი ლიბია და მიდია. რომელსაც შორის უკვე იყო დაახლოებით 15 წლიანი ომი თუ არ შეიძლება უფრო მეტიც აღარ მახსოვს და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ და უცბად დაბნელებაზე დაყარეს იარაღი და საზღვარი გაატარეს იქ პირდაპირ. პრინციპში ეს ისეთი მაგალითია ის დაბნელების, რომელიც ორი ფაქტია, რომელიც ორივე დადებითია. ერთი ისე იმეს და ისე ამომლეს და მეორე რომ ომი დამთავრდა. მაგრამ ამას ისტორიული მნიშვნელობაც ჰქონდა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ლიბია და მიდია დიდი ხანია აღარ არსებობს არც ერთი ქვეყანა. ხოლო იმ პერიოდში ვინ იყვნენ მეფეები, მათი მამები რამდენხანს ცხოვრობდნენ, ახდებოდა მათ დროს და დაახლოებით 200 წლის ისტორიას ამავდროულად აი ბერძნებისგან გამოცემული მე არაბებისგან კიდე შემონახული, ხო? ეს ყველაფერი მე უკან დააბრუნეს და სამაგერ აღიწერა ისტორია ძალიან ზუსტად ამ ორი ქვეყნის, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი და წარმატებული მაგალითი იმისა, როდესაც ზუსტად ასტრონომიურ გამოთვლებს შეუძლია ისტორიაში შეიტანოს მნიშვნელოვანი დაზუსტება. ისტორიაში ძალიან მაგარი ამბებია. ამაზე სხვათა შორის ძალიან საინტერესო შენიშვნა გააკეთა ერთმა. სხვათა შორის მინდა აღნიშნოთ, რომ თუ რამე ნაოცებს, ეს არის შოთამოსთავების და სულხან საბაურდიანის. სულხან საბაურდიანის ოსლობის პროგრამა. ხშირად ესე იგი პირველ კლასში გამოვიდებს კვარტირა გამოვიდებს აი დაყოლო. რამდენი ამ პარასკევტები არსებობენ. სულხან საბა იყო ენით ავტორები მეცნიერი, რომელიც აღწერს სამყაროს გაზომვის თეორიებს, ესე იგი სამყარო ვიცის, განზომილება და ასტრონომია იცის, ენით ავტორებს იცის. ეს სიტყვის კომაშია პირველ ტომში.
იქ აღრეული ეს ინფორმაცია მას ნახონი. და მისი სიბრძნე დღეს მიუწვდომელია როგორც ასტრონომის, ისე ასტროლოგიის. და სხვა შორის მასწავლება აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მახსოვს ერთი ისტორიული ფაქტი, როდესაც ერთი ასტრონომი მოხდება რომელიც ომია და მოხდება ესე ვიტყვი ჩავარდება და მას აქ უკაცრავა ეს ხდება იმაში ამერიკის კონტინენტზე აქედან ჩასული ესე იგი კომისკატორების სივრცეში უმეცნიერებს დაიჭირეს ცილკანელებმა და უნდა მოჭრა ხო და ეს უფლება აქვს როდის დანიშნულს საკუთარი სიკვდილის დღე და ეს ასახელებს მზის დაბნელების დღეს და ამბობს რომ მე შემიძლია მზე გადავა ამათ და ასახელებს დღეს და საათში საკუთარი თავის ესე სასჯელს და ხელი ეს ცილკანეები სინკები შეიკრებებიან ეს მზის მაგათი ლიტერატურა კიდე დაარქვით და მოდის უნდა ესე იგი საკუთარ პროფესორთან უცებ აიწყება მზის დაბნელება და ამხალი გაფრთხებია ხო? გაფრთხებია სასწაული ესე იგი ამ ცოდნამ გადაარჩინა. აი ეს მელ გიბსონის გადაღებული აპოკალიფსის შიცხომალია თუ გაქვს ფილმი. ეს ეპიზოდია? კი, აი ეს ისტორიიდან ვიცი ეს ამბავი და გამოცედა. მაგრამ მაინც უბრუნდები მე სულხასაბო ორბილია. ქართული ესე იგი სიტყვის გონა და პირველი ორი ტემპები შეიცავენ არნახული ფიზიკური სიუჟეტის დაფერას სამყაროს. სამყაროს გაზომვის ენერგიის გაზომვის ერთეულებში შეიცავს. ეს რაღაცა. ეს მე რაც გითხარით არ იყო არაფერი იმაში შეცდომა ისე გითხარით 585 წლის 28 მაისი აქ წერე -584 წელი მაგრამ უერთი ისე უბრალოდ ეს ასტრონომიული აღწერა ასეთი ისტორიულად ერთი წლის მეტი უნდა მაგას კალენდერთან განეხილოთ არა ეს იგივე დაბნელება ეს მოდის გადმოდის ეგრე ევროპის კონტინენტზე და თავდება ცივი აზიაში აი აქ კიდე ნაზგობრივი დაბნელების ზოლები უბრალოდ იგივე გაშლისა თავარებ ამას თავიდან ასეთივე ეგზოტიკური მზის დაბნელება გავეხსენოთ ისტორიიდან როდესაც ფარაონი მე წაკითხულ კეთნერთ ყოველ შემთხვევაში გახსოვებათ მაინც შინაასი და იქაც იცით მე მგონი რომ ახალგაზრდა ფარაონი რამზეს მეცალეთეთ თუმცა გამახსოვს რომ რამზესი იყო ისე და მამაცაც რამზესი პირდაპირ თავარი მომენტი რა არის რომ მოდის ახალგაზრდა ითხოვს სულებებს იმიტომ რომ დანადგურების პირდასაკ ქვეყანა უნდა რაღაცნაირად გამოიყენოს განცი რომელიც ფარაონს ფურმებს და სამის გამოყენების ფურმები როგორც ჩანს ნიშნავენ ამ საქმის გარჩევას ზუსტად დაბნელებას როგორც ჩანს ოღონდ შემთხვევაში მე ამას პრობლემები ხონდა წლების განმავლობაში 13 წლის განმავლობაში რომ ესე დაემთხვა და ესე წააგორდა მოპოლის დროს ჩემი მაგისტრატის მამა ესწრებოდა და იმას თანხმობა ბოლოს შენიშნა მე სულ საბეჭდილო რჩებოდა რატომაც ასე მახსოვს ბავშვობიდან სპეციალურად დაამსვეს ფარაონის ამბავს ფურმებმა ეს ამბავი მაშინ შეუძლია და ყოველთვის ვახსენებ რომ არის ესეთი ამის სახელიდან მახსოვს მაგრამ დუმბაძეა გვარად ეს კაცი ფილოსოფიის ნახალმის სახელიდან მახსოვს რომელმაც მივიდით ამას და იმის შემდეგ მე ზუსტად ამ ერთი წელი რამდენჯერაც შევეხედე ვამბობ რომ ეს მისი მოფიქრებულია და მე ვღებულობ ამ ინფორმაციას როგორც ყველაზე უფრო სწორად აი შეხედეთ ახლა ზუსტად ეს დაბნელება აღმოცენდა ნახეთ დაბნელება წამოვიდა სრეგი კი არის მაგრამ არაფერს უც არ ნიშნავს ეს აი შეხედათ მაქსიმალური ფაზა არის ზუსტად იმად ვიდრე სადაც დაახლოებით არის ეხლანდელი ქალაქი ასუანი მაუსი არხმაში და ნახოთ აჰა და გააგრძელებს ესე მოდის და გადმოვიდა მე ახლა რუსეთის ტერიტორიაზე აღარ მოინტერესებს ჩვენს დაბნელება თავად ის არის რომ ეს მოცემული 1100 წლიდან 1100 წლიდან 1091 წლამდე პერიოდში არის დაბნელება 1084 წლის 27 მარტით დათარიღებული სხვათა შორის 27 მარტი აქვს მოცემული ვოლისკაპუს თავის ნაში გადავთვალე რაც იქ ეწერა გამოვიდა 27 მარტი ძალიან საინტერესოა ანუ ეს დაბნელება ზუსტად არის მოცემული იდეა რაში მომარებს რომ ესე იგი ხდება
ენჩის ასე თქვა ჩვენებურად არ აძლევენ საშუალებას რომ გამოიყენოს გადანახული სიმდიდრე არავინ ბრაზდება ის უყვართ ხალხს მიუსებს კურუნებს ბრბოს და ბრბო მიდის და უბრალოდ ცოტა ხანში გამოაკეთა კურუნები ეუბნებიან ეს ცუდი ამბები ხდება ჩვენთან ჩვენი მზე რა განაცხენდა და ნახეთ და დაიწყო ნაცნობრივი დაბნელება ხო შეეშინდა ხოლო რა დაიწყო სპონტანე ამბავი მოხდა მე ნაცნობრივი ფასა საერთოდ დაახლოებით საათნახევარი გრძელდება იმის შემდეგ რამდენიმე წუთის სრული ფასა მე გააზვიერეს ლოცვა და დაიწყო პირიქითი ფასა გამოვიდა ეს ყველაფერი მე ბრბო აირდა თუმცა არ ჩანს რომ ბრბო წავიდა და იმან მოკლა რამზესი მაგრამ რამზესი მოკლული იყო ეს ოღონდ შემთხვევაში მისმარეს მაინც ეს სიტუაცია და კაციშვილი აღარ მოყვა მისი დამსვე აი ეს არის შემთხვევა იმისა როდესაც ცოდნა როგორ ჯობნის უცოდნელობას ამ შემთხვევაში ახლა ხან რეაქცია ჯობნის და ხან პირიქით კეთილი ძალები მაგრამ ახ ცოდნის ამბავია და არც ვიცი იქნება რა ჯობდა და არა მაგას ესეც ისტორიული მაგალითი Protože am magazis pomnaște sigurătatea de a fi fotografie ce ai maximal de dar nevoie de lucrare în Slovenia. Sigurăm că adică am să zic că anul ăsta avem că nu o cam uitena. Ideve, ai magazin cu bătănta noastră la acest stat magazin, con asta că ți-am dat și de bine. De e formă o sola de magazin, protože se magazin. Ai როგორ ხდება თქვენს ვიდეო გასვლა ბლოგში? აი ცოტა ფილმიც უნდა გავხსნას, აი რა პრობლემა. მესმართი ფილმი და ეს ელემენტი. ინფორმაციას ნამდვილად ძლიერი ფილმიც არის და ეს. ძალიან ძლიერი ფილმი. მე გიბსონისკენ აი წავედით სულ დისკოა მე შემოყოთავეში დილმა მე ცოტა გაიზარდა კიდე შემოვიდა კიდე დაბატარავდა განათებულ ადგილ კიდე დაბატარავდა და ბოლოს აი ბილეთის ვეჭდის შემდეგ მეტვაშად გამოჩნდება ცენტრალური დაბნელება და გარშემო ხედავთ ლამაზი არის გვირგვინი ყოველთვის ესეთი ლამაზი არის როდის არ არის მაგასაც გეტყვით მეორე მხარე მე ხდება ჭირის გასვლა სხვა მხარეს და მეორე მხარეს გამონათება ხედავთ მოიბადა ეს წავიდა შეთი გამოდე და ბოლოს ისევ განათებული მზე თლიან ამ პერიოდს დაახლოებით 2 საათნახევარი 3 საათი ჭირდება ხოლმე და აი შუალედური ნაწილი არის რამოდენიმე წუთი ხანდახან რამოდენიმე წამი ნახეთ ზის დაბნელების უკა კიდევ ერთი და ნახეთ ისტორიული მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ამ დაბნელებასთან. ეს არის ახალ წელიწადის 29 წლის 24 ნოემბერი. დაბნელების ზოგი გადადის არაბეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ბოგოტის ტბიდან. ბოგოტის ტბიდან რამოდენიმე უზუსტობა ჩანს პირდაპირ. ჯერ ერთი სრულ დაბნელება არ არის, იმიტომ რომ აქედან აქამდე არის ან ნაცნობრივი გვაქვს მე გამოვთვალე 95%-იანი იყო დაბნელება ბოგოტის თასზე. 4 კანონიკური სახარებიდან 2-ში მითითებული არის, რომ ჟვაცის დროს დაბნელებზე და იზრა მიწა. მე კაცებია მომენტიკების მაგალითად საკუთრებად არ ჩამოკიდებული ხარდის ჩახევის ყველაფერი ეს ნახტერი. სტელობა იმის დადგენის რომ მართლა იყო თუ არა ჯვარმა აქვს ბევრი მეცნიერის გაკეთებული გაწევაკეთი ცხადია. ეს არის მანამდე და მაგალითად გითხარით ზუსტად ჭდება ყველაფერი მაშინ ასტრონომიული მოვლენა მაშინ გაზრდას საშუალებას თქვენ გიხდეთ რომელ თარიღზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში ეს არის პირველი მარტივი კითხვა რატომ 29 წელი და 33 წელი უნდა იყოს ან 34 ეს მაშინ ქრება განათლებულ საზოგადოებაში იმიტომ რომ დიონისე მცირე როგორც კი შემოიტანა პასკალური ცხრილები ახალი და როცა მოდი და შემდეგი წელი იყოს ქრისტეშობიდან 532 წელი მაშინვე შენიშნა რომ ქრისტე დაბადებული მინიმუმ 4 წლით ადრე ვიდრე შემოიტანეს მათ ქრისტეშობიდან ათოვა ეს მაშინვე შენიშნა თვითონვე და რომის პაპა პირდაპირ გამოაცხადა პრაქტიკულად რომ ვიცით რომ უფრო ადრე დაბადებული ამის შემოწმება ძალიან ადვილია შეგიძლიათ წაიკითხოთ ორიგინალური სტატიები ხო მე მარტო შინაარს გეტყვით რომ ცხადია ახლა როგორ ხდება რომ ჰეროდეს დროს არის ზანება გაცემული რომ არ იესო ხმა უნდა მოყლან და ზანება გაცემული რომ უნდა მოყლან ჩვილები 2 წლის ასაკამდე ყველა ის მოხდება ანუ ის კი გარდაიცვალა ეხლანდელი ჩვენ რაც კალენდარი გვაქვს იქამდე 4 წლით ადრე ძველწადაც 4 წლით ადრე გარდაიცვალა უკვე ისინი მანამდე უკვე გაცემული ჰქონდა ზანება ანუ ქრისტე დაბადებული არ 4 ან 5 ან 6 წლით ადრე როგორც პირვანდელის მოვლენებაზე ლაპარაკი. ანუ ეს მომენტი იცოდა 4 წელს ადრე იყო და ამიტომ 29-ს 4 რო დამატოთ 33 უკვე გამოდის. თუ მეტით არ 34 გამოდის ასაკი. ანუ ეს ესეთი ფორმალური ექსპერიმენტი რომელიც არის 29 არის ძალიან საკრალური რიცხვი.
ну ამაზე ამაში არ მიდასაუბარი და ამიტომ არის მითებული ალბათ 29 თუმცა სოფლის გამოდებით 33 ეს ალბათ ეს არის 33 არის 33 ერთადერთი ნაკლი ამას აქვს და ჯვარცმის მომენტში ეს ჯვარცმა ხდება ებრაული პასეკიდან ერთ კვირაში პასეკი კი მე რამდენიმე კითხვა გავაგზავნე ამერიკაშიც ისრაელშიც სულ პასუხობდნენ ბოლო 20 საუკუნის განმავლობაში მათი კალენდარი არ შეცვლილა თუ მათი კალენდარი არ შეცვლილა მაშინ პასეკი გამოდის ყოველთვის გაზაფხულზე ყოველთვის გაზაფხულზე თუ გამოდის აქ კი ლაბარაკი არის ნოემბერში 24 ნოემბერში ყველაფრით ემთხვევა გარდა თვისა ამის შეიძლება სხვა ხსნების მოძებნაც მაგრამ სასახად კაცრად თანამედროვე ბიზნეს გამის დამტკიცება რო ეს არის დამნერება ვერ ხერხდება ანუ ეს არის მაგალითი იმისა როდესაც ასტრონომია შეიძლება გამოიყენა როგორც იარაღი მაგრამ მაინც ვერ მიიღო საბოლოო პასუხი იმიტომ რომ მარტო ასტრონომია აღაყოფს აი ეს არის თავი მე უბრალოდ მოგიყვანო სხვა მაგალითიც რო არ გეგონოთ რომ ყველაფერი შეუძლია ასტრონომია კი იქ თორემ თორსაღებული შინაარს და ნეუროლოგია არ გამოიყენა მოდით შემდეგი მომენტის ეს იგივე დაბნელება უფრო დიდად დახატულია ეს პატარა გასწორება არის აი ეს ფანცილდიარი რობოტის ტიპი ეხლა მივიდეთ იმ მომენტზე როდესაც ლაპარაკი იყო რომ 4-5 ან 6 წელს ადრე უნდა იყოს ქრისტეს დაბადება ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-7 და მე-6 წლებს შორის დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე პლანეტების განლაგება იუპიტერ მარს სატურნი სახედავთ იუპიტერი, მარსი და სატურნი. კონფიგურაცია რა თქმა უნდა იცვლებოდა, მაგრამ მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე ამ პერიოდიდან, როდესაც ეს სამი პლანეტა იყო ერთად. ანუ ძველებურად ეს სამი ღმერთი ერთად იყო. ჩას. ეხლა რატომ მოვიტანეთ ეს მომენტი? თქვენ არაერთად წარსულებით სამ ვარსკვლავს, სამ სხვადასხვა რამეს ყველაფერს. ასტრონომს არ შეუძლია ეძებოს სამი მართლა რამე ხო არ იყო, ნათობი იმიტომ რომ ეს იყო. ეს არის ეს პერიოდი დეტალურად ხდება პრინციპში შინაარსობრივად სიტყვაში ამ ინფორმაციას მაგრამ საქმე რაში არის ეს ახლა ჰაერიდან აღმოსულა ამას ჩაწერა ერთ-ერთი გენიოსი მსახიობი გენიოსი კეპლერი რომელმაც თქვა რომ ეს იგივე ნახატი როგორ დაბადებულან თანავარსკვლავედის სოფლომაზე ყოფილიყო რამდენიმე დღის განსხვავებული და თვარეთ შემოვიდა და დაგმართან ერთად და ეგრე არის ყველანი ერთად ეს უფრო ეგზოტიკური ნახატია ვიდრე ის უფრო სერიოზული აი 1604 წლის შემოდგომაზე კეპლერმა ცაზე დაინახა ეს სამი პლანეტა ზუსტად და უცბად გაუნაცვლა და მართლა ალბათ ეს იყო იმ დროს რომ დაახლოებით გამოთვალა კიდეც და მიუთითა რომ 5-6 წლით ადრე იქნებოდა ქრისტეს შეკვეთა ხელით გააკეთა ეს ყველაფერი გასა ამიტომ მოდით კეპლერს მოგაშევეხებით უბრალოდ დავიტოვოთ ჩემდრომისთვის როგორც საუკეთესო პიროვნება რომელსაც ის გაჩერება და ლაპარაკი ანუ კეპლერმა აი ეს დაინახა ცაზე და წარმოიდგინა ის რაც უკვე გაჩვენეთ დაუთავებებზე პარალელი თვალს. თვალსაც აქვს თავის ბაზები, აქვს დაბნელებები, აქვს თავისი ისტორიული შინაარსიც. ეს მინდა გითხრათ ცოტა მარტივარასულიათია, მაგრამ მომეწონა ძალიან ეს ვიდეო. აქ არის სინამდვილეში თვალის ვიბრაცია მოცემული, ანუ მისი ძიგძიგი და უბნავი მოტრიალება და თან უჩვენებს მისი ზომის ცვლილებასაც ცოტა შორსა ცოტა ახლოს რომ არის. და ბაზები ახლა თავისთავად დაემთხვამს და შეიძლება სხვა რამის მოტანა ბაზების სურათად, მაგრამ გამოდგება ამ შემთხვევაშიც. ასევე თვალის დაბრუნებაც ეს პირიქით სურათია, ხან გასწორ როგორი იყო ყველაფერი და თვალის შვილიდან ზიდან მოდიოდა თვალის შვილიდან ეცემოდა დედამიწის ზედაპირს. წარმოიდგინეთ რომ ორი შემდეგ თვალებს შემოუვარა დედამიწას და დაკამის უკან. დედამიწასაც აქვს შვილი და სულადაც არ აქვს ნაკლები გაცილებით დიდია, ვიდრე თვალის აქვს შვილი. ანუ იგივე მანძილზე საშუალო დედამიწას და თვალის ზიდან და დედამიწა გაცილებით უფრო დიდია თვალის მასში დიდი ეკრება და ამიტომ თვალი თუ კი შევიდა დედამიწის შვილში ძალიან დიდ ხანს დარჩება შიგნით და სულაც არ იქნება 3 წუთი 7 წუთი. უბრალოდ საათნახევარი ჭირდება დაახლოებით. ანუ თვალის დაბნელება თუ როგორ? ხშირად დაბრუნდება. არა, ხშირად არ ნიშნავს. ეს კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და პირდაპირ ზუსტად ვკითხულობ, მაგრამ სტატისტიკაშიც პირდაპირ გეტყვით, არის ზოგიერთი წლები, როდესაც თვალის დაბნელება საერთოდ არ არის. ის დაბნელება ორიც არის ყოველდღიურად არის, უბრალოდ ჩანს სხვადასხვა ადგილებიდან იშვიათად. აი ეს არის მე რო თბილისში ვარ, ჩემთვის ის დაბნელების ნახვის ალბათობა უფრო მცირეა, ვიდრე თვალის, საერთოდ თვალი ნახევარიდან ისე პირდაპირ ჩანს. თვალის დაბნელება თუ დაიწყო და გამიათ რა. ჩემთვის. დინდოს დაბნელება ხო? მაშინ აუცილებლად დავინახავ მას მე. ანუ ნახევარიდან ისე პირდაპირ ხედავს, ანუ მას ვერ იგებ დანახვის უფრო დიდი. და ამიტომ ვიცი ჩვენ თვალის დაბნელები უკეთესად. თორემ ის დაბნელება აუცილებლად ხდება ყოველ წელიწადს 2 მაინც
თვალისწინება არის წლები როცა საერთოდ ხდება. ამის მიზეზების გარკვეულ რთულია და თუ კი ჩვენ ასწავლებს ბოლომდე ვიყვებით ამ დონეზე ვიყვებით ძალიან სერიოზული ნახაზები და გამოთვლები დაგვჭირდება. თუმცა მე შევეცდები მხოლოდ ნახაზებით გაჩვენოთ ეს და დაგანახოთ რატომ არის რომ ის შეიძლება არ მოხდეს. ეს ისეთი მომენტია რომელზეც ჩვენთან სამსახურში ერთმა თანამშრომელმა ნიეზვარი მოუგონებდეს და დაგვეჯახა 200 მე ზებირად მახსოვდა უბრალოდ ის უფრო კარგი პრაქტიკოსია და იცოდა და შეეშალა თვითონაც გამოსვლა და შემთხვევით მოვიგერია. თავარი მომენტი ის იყო რომ ეს იქიდან მახსოვს კარგად. ეს იყო 1999 წლის 11 აგვისტოს წინა პერიოდი, როდესაც 14 კაციანი ასტრონომების ჯგუფი გადავიდა თურქეთში სისულდაბნების სანახავად და მე როგორც არაპრაქტიკოსი ვიყავი თბილისში. მაგრამ თან ხო ეს არ წახვედი, რასაც ძალიან მქონდა ინტერვიუებზე მიეცი პასუხები და ვიყავი თბილისში და ამიტომ მიწევდა სხვადასხვა ტელევიზიებში გამოსვლა გამიწია. ახლა უზაო ქვეყანაში გადაყევდა ესე მომიწია მაშინ პრაქტიკოსი წასულები. ხო, აი დაბნელებები, ნახეთ სხვადასხვა დროის დაბნელებებია მოხსებული და ხედავთ რომ შენ სხვადასხვანაირად გამოიყურება ზოგი შავთეთრი, ზოგი მოწითალო ფერისა, აქ არაფერი თვლილი არ არის. ესენია ნამდვილი სურათები. საქმე რაშია, როგორც კი ნაცნობრივი გასაგებია, რა შეიძლება ცოტა თუ შემოვიდა, სადაც შემოვიდა ჩრდილო. ანუ სადაც შეხვო თავი, გვარი დედამიწის შტილში გაშავდა. და საშეუყე ჯერ განათებულია და შავთეთრი. მაგრამ საინტერესო ის რომ სულთლიან თუ შევა და სულიად შავი უნდა გახდეს, არ გამოდის სულიად შავი, იმიტომ რომ არეგლი შუქი იმდენად დიდი არის დედამიწის ატმოსფეროდანაც უნდაც მათ შორის. თვარე შენათებული რჩება მოწითალო ფერის. და როდესაც თქვენ ხედავთ შავთეთრ თვარეს და ელოდებით რომ სულ შავი გახდება, უცხო წითელი ხდება. სულდაბნების დროზე ის შეგიძლია დაუკვირდეთ და უყურეთ და გიკვირდეთ რა მოვიდა საწყამ თვარეს და დაციტოთ. ანუ ასეთი ეფექტია. სულდაბნების დროს წითელია ეს, მუქი წითელია. დედამიწა. ну, это бერჯე, საკუთრებული აი უბრალოდ თვალის უკას მეტია შევხედე, ეს არის უბრალოდ უკვე გამოცემული, როდესაც კონკრეტული დაბნელებისთვის მოცემული აი ამ დედოდეს სულ ჩანსოთ ლიანათო. აი გნელზე საერთოდ არ ჩანსოთ, ის დაბნელება, და ესე დერსკონე სურათები და შეხედოთ მასშტაბებით თქვენ დაინახავთ თუ არა. აი ეს ნაწილობრივი რაც არის, ამოსვლისას ჩანს და ეს ჩასვლისას, ან ჰორიზონტზე ხედავთ, ან ერთ ან მეორე მხარეს ამას ნიშნავს. აი კონკრეტულად ეს არის ვიგავთ, ამ დაბნელება გამოჩნდებოდა თვალის ჩასვლის დროს. ჩადის და ხედავთ და მე უცხოჩავთ. ეს არის უბრალოდ ესეთი ტიპის სურათი რო შეხვდეთ, სადმე არ გაგიკვირდეთ ესეთი რამე. ეს არის ლამაზი ვიდეო ფოტოკოლაჟი თვალის დაბნელებისა. როდესაც ის ნაწილობრივი ჩანს, მეტი კიდე ნაწილობრივი აიგებული ესე დაბნელება და სულ დაბნელება გაზითულა. ამდენ ხნის განმავლობაში თეთრ და დაიწყო შავთეთრად ავტომატურად წარდა. აი მაგ დროს ახდება ხოლმე ადამიანის გონებაში და ემოციებში ხოლმე. ჩემთვის ნაირი საქმე არის პირდაპირ ერთად ნაკლებად განიცდი, მაგას გზისა ძალიან განიცადება თვალისას ნაკლებად. თუმცა რო უყურებ მე ცოტა უსიამოვნო შეგრძნება რჩება მე თვითონ. ცუდი კი არა, უბრალოდ უსიამოვნო და ესეთი რაც ახდე. სხვა მხრივ ჩემს გეომეტრიულად გითხარით, რაც არის შევიდა მშვიდს და გამოვიდა მე ვარ ახალ, მეტი არაფერი. მაგრამ თავისთავად თქვათ მე ხალხს მიერ ასტრონომიაში დარჩი, ნაცვლად. არის კიდევ ერთი მომენტიც, გრავიტაციული შეშფოთებები გვაქვს ჩვენ გამოთვლილი მზისთან თვალს და მიწისძვრებთან დაკავშირებით დაგჭირდა. ჯერ გამოთვალთ გრავიტაციული ზეგავლენა კონკრეტული, რომელიც ფორმულას თქვენს გასწორებათ ალბათ, რომ იქ მასების ნამრავლი კოეფიციენტი და ქვემოთ არის გაყოფილი მანძილის კვადრატზე. ხო, ეს არის, მაგრამ ეს არის გრავიტაციული ძალა. ეს საკმაოდ ცოტათი იცვლება და დიდი ვერაფერს დანახვის საშუალებას ვერ გაცემთ, მაგრამ არსებობს როცა მიმართულებასაც ჩავთავთ და ეცებთ უკვე რა მიმართულებით როგორ ზეგავლენა არის, ეს უკვე გრავიტაციული შეშფოთება. ეს კი არ არის თქვა ერთ შეფარდებული R კვადრატთან, ეს არის R ვექტორი შეფარდებული R კუბთან. ანუ R ერთთან შეიკვეცებ და R კვადრატი გამოდის, მაგრამ მიმართულებას ჩავთავთ. სამაგიეროდ ეს R ანძილი რადიუს ვექტორის თითქმის ერთეიგივეა, დედამიწის რადიუსი ორნავისლება და R კუბთან შეფარდებით უკვე შეშფოთების გამოხლისას მნიშვნელოვნად იცვლება დამოკიდებულება და ეს პატარა შეშფოთება რა არის? ის არის განსხვავება სფერულ და ან წერტილსა და არაწერტილოვან ასე ვთქვათ ფიგურას შორის. მე რომ დედამიწა მაგდაკ ცენტრზე ვაკეთებ გამოთვლას ეს გრავიტაცია. ეს წერტილად წარმოიდგინე. მაგრამ შეშფოთება არის, როცა მე მინდა განსხვავება წერტილამდელი ძალა არის და აი აქ განსხვავებული წერტილსვები და ფალამდელი ძალა არის. ეს ოდნავი განსხვავება იხება ეფექტს იძლევა ფაქიზიზრების დროს. პატარა ესეთი ცვლილება და მით მომზადებული მიწისძვრები გაიშვა. საინტერესო მომენტია რა.
სამეცნიერო თვალსაზრისით ეს იყო სრული აბსურდი დაახლოებით 10 წლისი 2005-ში დავიცავე მე დისერტაცია. და იმდენად რთული აღმოჩნდა რომ შესავალი სიტყვის დაწერა იყო იწედება დისერტაციას ვწერთ რა ყოველთვის წერს საკმაოდ დიდ შესავალს 3 გვერდია არა საერთოდ არ შეიძლება ჩემი ხელმძღვანელის დამსახურება იყო ფიზიკოსის მარინა გაჯახიძის რომელიც ეს აქტიურია მუშაობს და გაჯახიძე მარინა რომელსაც ეს ამოცანა დასვა და რაც გადასული მეორე ხელმძღვანელი ძალიან კარგი ასტრონომი იყო რომანილაძე რომელსაც ეს ამოცანა ამოხსნა იყო ამოხსნა აი ძალიან საინტერესოა შედეგები იყო ამაში ეხლა უყურეთ ეს განსხვავებები რატომ თქვენ კითხოს მოყოლს იმდენად საინტერესოა და სულ მომაზარებელი მე დაუბრუნდეთ ხო ესო ანუ განსხვავებები არის შეგრძნებებიც არის და ძალაც აქვს ამას თავისი იცის რომ ორადორი ასტრონომიული ფაქტორი მუშაობს ორადორი სწორი არ გამიშტა ერთი არის 29.5 დღევანდელი ეს არის ზუსტად ფარის ბაზისაცაც ვთქვათ ის არის ზუსტად დაჟდა პიკი გურიანის რეკრიამისთან არის როდესაც თქვენ აკეთებთ ჰარმონიულად ეძებთ პროცინუსოიდის საშუალებით არის თუ არა რაღაც განმეორებადი მომენტები განმეორებადი მომენტებში ერთ-ერთი დიდი პიკი დაჟდა 29.5 დღევანდელს მეორე დიდი პიკი დაჟდა 12.5 საათზე სხვა პიკი ასად არის 12.5 საათი მიქსი მოქცევა ისევ თვარედებზეა ანუ ზემთვარის კომბინაცია დედამიწაზე ყოველდღიურიც და ყოველთვიურიც ორივე პაკეტაში სხვა არაფერი არ ჩანს ასე ვთქვათ ზეგავლენები მიწისძვრებზე ურნების კი ეს ძალიან საინტერესო მომენტები იყო აგერად ხელში გადაგიძალა რომელზეც შეიძლება ფიქრი რატომ მოხდა მანდანა შესაძლოა არ შეიძლება იმიტომ რომ ზუსტად ტექტონური ესე იგი დედამიწის ამოზნექვა ეს ამოზნექვა ერთი გრავიტაციის დაკავება ეს მთვარის ესე იგი ასე ვთქვათ ფუნქცია ისევე როგორც მუზეის ამიტომ მხოლოდ ეს ორი მოქმედებს ეს ორი არის ზუსტად როგორც კი ერთ წესზე ლაგდება სამეოსტრეული ან ის ორი დედამიწის მიმართ მაშინ ხდება პროვოცირება დაბნევის აი დაბნევის კარგი ანიმაცია თვალის ნახეთ გავიდა გარეთში შევიდა შეშავთეთრია შევიდა შიგნით გასცდა და გამოვიდა გასავთეთრა ანუ ესეც კი დაიწყო ავტორმა ვინც ეს გააკეთა რა თქმა უნდა ცოტა უხეშია მაგრამ ის კარგი ანიმაცია ისტორიული დაბნელება 22 მაისი 1453 წელი რამოდენიმე თვიანი სასტიკი ბრძოლები კონსტანტინოპოლის კედელთან და 22 მაისს მოხდა მზის ზღვის დაბნელება რომელიც გადაეხა ფსიქოლოგიურ და დამცველები კონსტანტინოპოლის 4500 კაცი იცავდა 100,000 მეტი თურქისგან მანამდე ბაშკაცობა დაბნელება რომ მოხდა დაკარგეს ძალა რაღაცა და ექსპირაში დაეცა კიდეც ანუ ის მომენტია როდესაც რაც ბოლო დათმა მიიღეს ასე ვთქვათ თანაც მანჯურას გადაიწურა იმედები რომ დახმარება მოვიდოდა დასავლეთიდან და ასე შემდეგ და ეს არის ძალიან კაფეო ასე ვთქვათ ისტორიული თვალის დაბნელება მე უბრალოდ ფოლკეთის მაგალითს მოვიყვანე ეს და ფორკოლო ცნობილი ერთ-ერთი სურათი რომელსაც ვერ ვიკითხულობ აბსოლუტურად ისეთი დახატულება თქვენ შეგიძლიათ ეს იყო რომელი გრავირებული უნდა იყოს საერთოდ კოლუმბი და აგერ თვალის დაბნელება და კიდევ ესეთი აბორიგენები კონკრეტული რაღაცა უცნაური ჩაცმულობით. ეს არის კოლუმბის მეოთხე კოლუმბის დაბნელება ქვენსაც ეძებდა ზუსტად ფრანგულად და ახალი ვერაფერი ინფორმაცია. როდესაც კოლუმბია კიდევ ერთხელ ითხოვა დაფინანსება რომ გაეშვათ ინდოეთის აღმოსაჩენად მეოთხე მგზავრობის წინ მას უკვე კონკრეტული პირობა დაუსვეს რომ არ დაბრუნდა ისე რომ ამერიკამ მეტყვი. ამიტომ თუ დააკვირდებით მისი მოგზაურობის ტრაექტორია ძალიან უცნაურია. მიედმოედო ყველაფერს იქ, ამიტომ ეს ხანარგენს მიაგრა და ბოლოს გაუთავდა საჭმელსასმე და რაღაც კუნძულზე გადავიდა. რომელიც მოსახლეობა დახვდა ძალიან უარყოფითად. უკვე იცოდნენ ვინი მოდიოდა გადმოცემით და პირდაპირ დაუსვეს ულტიმატუმი, რომ ეხლა გადავდოთ თუ არა და მომშვიწყოთ. და ემუქრები და სიკვდილი დასჭით. რომელსაც ხონდა რეგიმონტანუსის ცხოველები მაშინ ახალი გაკეთებული ცხოველები იცოდა იქიდან რომ თვალის დაბნელება გამოსახავს და პირდაპირ გამოუცხადა მათ თქვენ ძალიან ცუდად იქცევთ მე თქვენ ახლა თვალის დაგართი და დაიწყო თვალის დაბნელება 2 საათში უზიდეს ყველაფერი ჩაულაგეს და გემები გაუშვეს მე მართლაც იჩქარი სასტაფო წავიდნენ რა გადაიფიქრონ და უცხოს აი იბობენ თუწვევა და გააცილეს როგორც მერტი კოლუმბი ცოცხალი ჩამოვიდა მე მართალია ძილენ ცხოვრება ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს მაგალითი ძალიან კარგი და ესეთი პლუსია.
Olmuş malzemelerimiz skem alıyor. Çok şeyde şişiyor böyle. Yani santuta sargıda sonra şişiyor. Ama egzotik problemimiz var. Daha sonra skom problemleri var. Ama o zaten tarzlarıyla bir kuvar var. Her kudiyeli vasıflarla bir kuvar kometerli. Magasat sınav videosu var. Ne isteyenler ne olsun? Ben arkadaşlarım. Nebismet dosyası mı? Მაგრამ დაახლოებით 3 საათი კიდე შეიძლება გავაგზავნო მაგრამ ამას. მე შეგიძლია. მაშინ სადაც მოვასწრებთ. სიახალი ვარსკვლავი. ეს არის ვარსკვლავის ევოლუციის ერთ-ერთი ეტაპი, როდესაც ვარსკვლავი ამოწურებს. Eso dice que como me llevar tú con un despertar Սիրահար Մոսկովից իդեաս մեր վագետվեց, որ կենտուրամի իդեա մոգիվատ, նույնվերի մոքրում մոգիվատ, შეიძლება մովերի Միշա, ակտուարդաչեք հիվր, արապերիսիամորի մարիքնա, Սիրա, ոդի, մոտենես կամի, Միշա, adoro Միշա, ոդի կենտուրամի, կամի, Raidea არის სიახალ ვარსკვლავში. ეს არის სულთა ისტორიული შინაარსი, ანუ უყურებ რაღაცას, იქ ვარსკვლავი არის, თუმცა ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ამიტომ მას დაერქვა ახალი ვარსკვლავი, მაგრამ მე გრადაცია წავიდა აფეთქების ზომის მიხედვით. თუ ძალიან დიდი იყო და დიდხანს ჩანდა, მაშინ მას ზეახალი ააგეს, იმაზე უფრო ახალი, უფრო დიდი. ანუ მას არაფერი შინაარსი არ აქვს, გარდა ესეთი პირდაპირ ეფექტური, რაც დაინახეს. ამისი. ეხლა რა პლუსები გვაქვს? ჩვენ გვაქვს ის დიდი პლუსები, რომ ძირითადად ჩინური წყაროები არსებობს, რომელიც აღწერილი არის, რომ აი დაბნელი მომხდარი კუდიან ვარსკვლავი იყო იქ რაღაცა აფეთქდა და ყველაფერია დაწერილი და თუ მას წესიერ გამოიმანდა შენ ისტორიაში იპოვე რაღაცას, უკვე შეგიძლია აი საქმეც გააკეთო. ხო? აი შეხედეთ როგორია ვარსკვლავი აფეთქდა და შეგიმშა გარედან წავიდა გაფართოება აი ეს თავიდან რო იყო გაფართოებული ის არის ახალოს მერე შეხუმშვა და საბოლოო სახით ვიღებთ პლანეტარული ნისლაუს, პლანეტსახანის ნისლაუს და შუაში პატარა ვარსკვლავია სასტარტი, რომელსაც თანამედროვე მეთოდებით აფიქსირებთ. ზომებით პატარა თორის რასპეჩი. თვითონ მაგალითისთვის იცოდეთ რომ მზე არის ყვითელი ჯუჯა. ანუ არ იფიქროთ რომ მზე რაღაც გრანდიოზულია ზომებში. სამაგიეროდ ამიტომაც არის შემოჩნეველი და თავისთვის საერთოდ კარგად მუშაობს. საბილოთიც, ხო? დავარებეთ თავი მე და უბრალოდ თუ გაიხსენეთ აბოთფიქრების სამების დროს იყო რაღაც ვარსკვლავის გამოჩენა და იქნებ ის ახალი იყო. ეს ჩემი იდეა არის, ეს არის წერალის როდოტულეცკის იდეა, რომელიც მე მომაწოდეს დავიკითხე, მაგრამ ვერ დავასწავლე. მინდა დასაბუთება და მუშაობა. კომეტა, ანუ კუდიანი ვარსკვლავი უამრავი აღწერილობები არსებობს, მათ შორის საქართველოს ისტორიაშიც. პირადად მე თვითონ აზრასვენებული ისტორიკოსის გოგიგეროლიანის დაკვეთით, მაქვს 7 წელი ესეთ კომენტა გამოთვლილი, რომელიც მან ამოთქრება ქართლის ცხოვრებიდან და მე ჩვენ დავშვით და ნახეთ და რაღაცები დავაზუსტეთ. თუმცა იქ იყო ერთიანი დაზუსტებაზე ერთ შემთხვევაში ლაპარაკი, დანარჩენები აღწერეთ კარგად უკვე. და ეს იყო ნამუშევარი 2001 წელს გამოიცით. საერთოდ კომენტებს მიეწერება ფატალური ზემოქმედება თუ ეს დაბნელებებსაც. მაგრამ კომენტასაც ისტორიულად ყოველთვის მიეწერება ფატალური ზეგავლენა. საქართველოს ისტორიაში არსებობს ერთი კომენტა, რომელსაც ფატალური დადებითი ზეგავლენა ჰქონდა და მის გამოჩენას მოყვა ქართლში ასლიანი უმეფობის შემდეგ მეფების აღდგენა და თემურაზ მეორესა და ერეკლე მეორეს ერთდროულად დასმა ტახტზე. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი დადებითი, ასე ვთქვათ, რაც მე მახსოვს საქართველოს ისტორიაში. დანარჩენში კონკრეტულად დემეტრე მეორის პრობლემებია, იქ რაღაცები, იქ სულ ეგეთი რაღაცები არსებობს. უფრო მეტიც არსებობს რამოდენიმე ისტორიული შემთხვევა ევროპის და მსოფლიოს ისტორიიდან, როდესაც კომეტის გამოჩენის შემდეგ კატასტროფული მოვლენები პროვოცირებული იქნა ადამიანების მხრიდან. ზაობა არსებობდა და პროვოცირებული იქნა. ერთ-ერთი მათგანი ეხება რომის რომელიღაც იმპერატორს ალბათ სახსენებელი სახელი და გვარით, ასე ვთქვათ, არ მახსოვს ამ თუთას, რომელმაც თავისი კითხვა გაუგზავნა მაშინდელ ალექსანდრე ასტროლოგს ერთ-ერთს და მისცა კითხვა, რომ აი კომენტა რომელიც გამოჩნდა რომის თავზე, ხომ არაფერს მიკარდის მე, როგორც მეფეს. Пересаживается вопрос. Вили пасухи გაუგზავნა. იცი რა? არ არის აუცილებელი რომ შეგიკარდეს რამეს, მაგრამ შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ გამოჩენილი ადამიანების თავების კონდეს პრობლემა. და აღარ ძალიან გაუხარდა და შეთქმულება ქონდა. ასე 40-ს დააჭრა თარგმანში. საფასურად. ანუ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც
ასტროლოგს უნდა ახსოვდეს რომ ის ნათქვამი ნებისმიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს თუ მისი ჯერათ მის სიტყვას რა შეიძლება მოყვას. ანუ ვინ არის დამნაშავე 40 წლის მოშორაში კიდე არ ვინადის. ხო, მასე პირდაპირ გიგებით არ ვინადის ასტროლოგია დამნაშავე. ან არასწორი ინტერპრეტაცია ვის შეუძლებს, ხო? აი თქვენ მაგალითს შეგიძლიათ გაიხსენოთ. ძალიან ცნობილი მაგალითი არის, მე ცნობილი უზახეთე გვარი დამარცხა. როდესაც ჰიტლერს არ გაუკეთეს ატომური ბომბი. იმიტომ რომ შეიძლება მისთვის ხელში ჩაგდება ბომბის უბრალოდ. თორემ მეორე სწორედ ჰაიზენბერგი პროცესი. ოპენგეინერი იყო იმაში ამერიკაში, მაგრამ გერმანიაში დარჩა ჰაიზენბერგი, რომელსაც არ გააკეთა ატომური ბომბი. Heisenberg был гигантская фигура. Он как раз открыл тайну атомного ядра, и норвежские ученые, как его Нильс Бор, только благодаря его идеям сумел потом пробить. Так что Heisenberg это был ძალიან დიდი ფიგურა იყო, ის გაჩერდა გერმანიაში მაგის გულისთვის გააჩერა საქმე ერთის ხოლმე, მაგრამ მეორე მას აღარ ჰქონდა უკვე საშუალება ის 10 წელი ემუშავა ასე ვთქვათ ლიდერი. ის იყო გადმოსული უკვე პირდაპირ სამსახურში. ჰაიზენბერგის გარდაიქმნილი ფიგურისაც ცნობილი არის აღწერა მისი ერთ-ერთი უნგრელი მოსწავლისა ფიზიკოსის, რომელიც ახდა ჯარს. შეიძლება ჰაიზენბერგმა ეს ყველა მოიწონეს. იმიტომ რომ ჰაიზენბერგმა აღმოაჩინა, რომ სამყარო ატომური მიკროსამყარო ადამიანის ბუნებას ემორჩილა. ეს არის ის რაც არ შეიძლება დღეს არ დაინახოთ, он сказал, значит, у меня есть воля, я могу управлять атомным миром. Более того, человеческое сознание способно управлять мирозданием. Но пока ему этой силы еще не дается, потому что этика человека далека от того, чтобы вот как этот астролог Сергей Рудкваров. თუ ადამიანის სიტყვა არ არის უკიდურესად შემოწმებული ეთიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს არ მოხდება ადამიანის ცხოვრებაში, მას სამყაროზე ბატონობის სურვილება არ მიეცემა. მასეთ საჩუქრის მაგალითს, რომელიც მე მივიდა საჩუქრებს, მე ცოტა მოგვიანებით ეს იყო მიდიანის დავნელება, რომელიც ჩავიდა დახეთში. რომელიც ამოկიცეთ თარიღი დავადეთ 2007 წელს დაიბეჭდა ინგლისში კიდეც. ის საკითხადაც ამაშიც მიდის, მაგრამ იქამ ვერ ვიყო. მე ამით მინდა მიცით ყველას ვამცნო. რამდენადაც ეთიკური იქნება თქვენი წადილი აზრი. მიკრობიოტი ნება გექნება სამყაროს მოვლენებს. ამიტომ ეთიკა არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური იდეა, იმიტომ რომ სამყარო ამჩი მთლიანად ერთ საერთაშორისო და საკმარისი ჩავარდეს ეს მეცხრეში არის საჩვენო, მაგრამ მომენტალურად სამყარო ხდება. ეთიკა არის ფუნდამენტი სამყაროს არსებობის ფუნდამენტი. კომეტების ამბავს დავუბრუნდეთ მაშინ ჩვენ. კომეტების აგებულება დაწვრილებით არ გვაინტერესებს, ვიცით ეს არის ბირთვი და მასა ბირთვი დიდი კუდი ლამაზი ბირთვი. და საინტერესო მომენტი რა არის, კომეტები რამდენიმე აქვს და ეს არის ყველაზე ლამაზი ჩვენ. მოდის უკან კუდია, რომელიც ატომას ესეთნაირად დავარცხებულია. თითქოს მარჯვენა მხრიდან გვაგვეტერეთ შემოდის რაღაცა ნაკადი. თუ ჩანსა, აი მაგიდან ახლა თუმცა წამოვიდა ნაკადი, რომელსაც შეარყია კუდი და მოწყვეტა კიდეც. კარგუკი. ეს არის მზის კარი. მზე მარჯვენა და თანაც აგვირდეთ ერთ მომენტს. კომეტის კუდი ყოველთვის არის მზის საწინააღმდეგო მხარეს. ზემას აიძულებს საწინააღმდეგო მხარეს კონდეს კუდი. ატომური ветер, солнце отбрасывает. ნაწილაკებია და ნაწილაკებია ეს გადამოხტვასაც იწევს და მიმართულებასაც დავარცხნას კიდეც მიმართულება. აქ უბრალოდ კოლაჟი არის, მოდის კომეტა, ნახეთ პატარა კომეტა გაიზარდა კუდი, რაღაცა ძალიან დიდი კომეტის უკავკა. კუდი კომეტას ეზრდება მზის სიახლოვეში და მე ისე კარგავს მას. და ბირთვი მოძრაობს სამყაროში ძალიან შორს, მე რომ მოახლოს, შეთხება იწყება ამოფრქვევებიც და ამავე დროს ნაწილაკების შეერთებას გარეთ სამყაროდან და შეკრებზე ეს დიდი ნაწილაკები დახვდება კუდის სახით.
მას იქის ძალიან ცოტა არის, გასძლევთ პატარა, ვიდრე სხვა, ნახეთ, წამოვიდა ეს კომენტარი, შუაში დისკურსი და წამოვიდა, მე კუც მოიქნეს და დააყენებს საწინააღმდეგო ხარისხს. მზის საწინააღმდეგო ხარისხი შეეცდება კონდეს ხუთი. აი გვერდით სურათზე, კომენტა მოდის, თქვენ ალბათ ხვდებით, რომ ზემოთ ამხრიდან არის ამ სურათზე. ის ანათებს და კუდი აქვს მეორე ხარისხს, დარჩა. შემდეგ მომენტი ისევ იგივე სურათის ინერტ კარგი იყო გადმოვიტანე ახაც და აიგენად მომენტი როგორც ხდება კონკრეტულ ერთ კომენტას კუდი მოშორდა მას ახლო მზეს საკმაოდ და მე დაკარგა კუდის ნაწილი. ერთ-ერთი ცნობილი კომენტა ეს არის შუმერის კომეტის დაცემა იუპიტერზე 94 წლის ივლისში. ხედავთ ალბათ რამოდენიმე კომეტათა დაშლილი პატარა კომეტები მიდიან და იშალეს ზემოქმედებით. იმასაც ხედავთ რომ ნახევარი იუპიტერი ჩანს ან განათებული ერთ-ერთი ხედავ მზის ხედავ სადაც ჩრდილ იმ ხარესა კუდები ყველა კომეტებს. იმუნური სისტემა. ხო, პირდაპირ წავიდნენ და იუპიტერმა გადაგვაჩინა ჩვენ მაშინ. მე მახსოვს არა ასე ვთქვათ არა ეზოტერიკი, მაგრამ კარგი მეცნიერის პირველ მაგილაძის ნათქვამი, როდესაც შეშინებული იყო ყველა მოდის ჩვენსკენ და დაგვეცესო და გაეცინა პეტრე ჯერ იუპიტერი გაიარეს. იუპიტერი გულმავს საწინააღმდეგო მართლობრივი და მისი ძირითადი დანიშნულება დედამიწის დაცვა. ყველა დიდი კომეტა რომელიც მოდის და ვთქვათ წარმოადგენს საფრთხეს დედამიწისთვის, შეიძლება იუპიტერის ატმოსფეროში ის დამცავი ელემენტია შექმნილი ღვთის გონისგან შექმნილი კოსმოსში. ასე რომ თქვენ კითხავთ ასტროლოგიურად ეს ასია. თუმცა ჰომეროს აქვს ასეთი გამონაკლისი შურისმაძიებელი მაინც მოვა და დარჩა ხალხს შეიძლება ეს ასეთი ჩართული გავაკეთოთ. კი, ხუგანახეთ იმანო. ესე იგი შურისმაძიებელი მაინც მოვა და ხალხში დარჩა აზაზად და გულისხმობს რომ ეს იგი არ კაციფარ და ცოტა რისკი მაინც დაგატვება და ამ დროს დაგვისმენია ჰომეროს იყო უდიდესი მისტიკოსი. ეს იყო რაღაც ცნობილი და სულიერი, რომელიც გულისხმობს ესე იგი უზარმაზარ კოსმოსურ ციკლს პლანეტას ნემეზიდას, რომელიც ყოველთვის სადაც ძალიან დიდი პერიოდი სპორტიციას ასახავს და ახლავე რამოდენიმეჯერ ამ შუალედებში მოდის და საშუალედო მკერდებს იწვევს დედამიწაზე, მაგრამ თუ დედამიწა ჩვენ ადამიანები ვერ მოვურიდით თანაცხოვრების დასაწყისი და თანაცხოვრების ის აუცილებელი მომენტი დღეს საქართველოში განსაკუთრებით ჩანს. ერი რომელიც გამოირჩეოდა იმით რომ განსაკუთრებულად უყვარდა მომიშლებს ერთმანეთს განსაკუთრებულად გამოირჩევა ერთ-ერთი სიძულვით. და როდესაც კაცობრიობის სიძულვილი დაკმაყოფილდა დედამიწას და დედამიწა დღეს ცნეულია ჩვენი სიძულვით. ადამიანთა სიძულვილი ცნეულება და თუ ამას არ მოიშლის, მაშინ უკვე მოდის ნემეზიდა, რომელსაც იუპიტერი ვერ ხვდება და ნემეზიდა თავისუფლება ხდება. მას შეუძლია გაიაროს მარსა და იუპიტერის შორის და ნიანგრმოანგრიოს დედამიწა ისე რომ პლანეტა გადაიქცევა წყლის პლანეტად 200 წლის განმავლობაში მთელი დედამიწა თლიანად წყლით აიდაფარა გარდა ერთ პატარა პლაზმისა ინდოეთში, საიდანაც მერეთონად ხდება განსაკუთრება ცივილიზაციის, მაგრამ შუალედებში ის ხან ზესმოულის ხან სხვანაირად გამოყენების და ნაწილობრივ უნგრეებს ახდენს დედამიწას. არის აქტერი ისეთი მომენტებიც ენერგიიდან გაიარა ჩამოუვარა დედამიწას კაცობრიობა მაინც ვერ შეიგნო რისხვა და მიუხედავად იმისა რომ რისხვა ნაწილობრივად ესე იგი მოხდა დედამიწაზე ადამიანებს დედამიწაზე ჰქონდათ გაჩაღებული ატომური ომი და მოუვარა შეურდა მზეს და წავიდა მაგრამ ესე იგი ლემურია ატლანტიდა მათი კატასტროფები მერე კიდეს ესე იგი ცივილიზაციის დაღუპვა ეს ნაწილობრივ ისინი კატაკლიზმებია. იუპიტერი დამცავი სისტემაა, მაგრამ იუპიტერის უარსამობს კაცობრიობის დაცვაზე თუ კაცობრიობა დაალბა სიძულვით. თანაცხოვრების წესი მეტი არაფერი, ეხლა ამხელა გრანდიოზულ მათემატიკურ სილამაზეს თუ ხედავ ჩვენ სამყაროში მოხიბლულობა წარმოუდგენელი სიზუსტე, სადაც ყველაფერი ემოციონალურ კოსმოსურ კანონს ჩვენ ადამიანური თანაცხოვრებაში მუშაობია. იცით რა ხელა სამართლი და მოვლენა დღეს რაც ხდება ადამიანთა სიძულვილი. მაგრამ თუ ეს არ გადაიგეს, დედამიწის ჭირს
ნემესი და ვერა იქნას. მომარჩიოს. იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის იმუნური სისტემა. იმიტომ რომ სულიერი აზროვნება თუ არ შევიტანა ასტრონომიაში არ შეიძლება. კოსმოსი დიდი ხანია დაინგრეოდა რომ არ იყოს დამცავი სისტემა. ეს ნემესი და ძალიან კარგი. უდიან ვარსკვლავის მოვშით ახლა მოწყვეტილი ვარსკვლავი დაიწყო. ეს მოწყვეტილი ვარსკვლავი შემოვიდა, აერთო და ყვალი დატოვოთ ნახეთ. თქვენ თვითმფრინავის გავლისასაც გინახეთ, ყვალი მორჩა. ეს არის ზუსტად მეტეორული სხეულები, რომლებიც ლოდინო წარმოიქმნა, შემოვარდა, აიყოს რა პრინციპული არის, შემოვარდა და დედამიწის ატმოსფეროში მასთან ხახუნის გამო ხურდება, ენთება, ფეთქდება კიდეც ხშირ შემთხვევაში, თუ კი ის დიდი ზომისა. თუ პატარა ზომისა ის ისე სწრაფად დაიშლება, თვრად დაждდება დედამიწის ზედაპირზე, რომ ჩვენ ვერ ვიცით. აი ეს არის მომენტი, ესეც შემოსვის. აი ერთ-ერთი ესეთი ნაშთი, როცა ძალიან დიდი იყო და ბოლოს რაღაცა ნაგლეჯი ჩამოვიდა დედამიწის ზედაპირზე დაეცა. ხედავთ და ნახეთ რა მოხდა. ატმოსფერო გვიცავს. ატმოსფერო ძალიან გვიცავს. ატმოსფერო გვიცავს და უფრო მეტიც ეხლა ძალიან დიდი შიში რო არ გქონდეთ თქვენ აი ამ ქვისა, აგერ 2 წელია და აგერ 8 სანტიმეტრს. ლამაზი უფრო ძალიან ეფექტური 8 სანტიმეტრი. ეს ყველაზე დიდია რა. არა, დიდებს არსებობს. ამეთეორებს ეძებენ და აბარებენ. კარგი ფასები. რეალურად ის მაგრამ უფრო მეტის დასდაუდება ის. აი ატმოსფერო გვიცავს. ის ოზონური ხვრელის აუცილებელია ატმოსფეროში ისიც ოზონური ხვრელის ინფორმაცია ხა სამეცნიერო არის ბოლო 2 ათლეულის შედეგი ძირითადად. მაგრამ ხედავთ არის კარგი ტექნიკა და ხო ხედავთ. არ არის ამდენი მოდარ აღება იყო თავის დროს. და რამდენი პერიოდულად იზრდება, პატარავდება ან მრავლდება და ხდება. 1000 ახსნა არის რომ ხანდა წარმოებას დააბრალეს ხანდას დააბრალეს ხანდას ხო ისიც დამოკრა არ მაინც სხვანაირად იცვლება. ერთ-ერთი თავარი ისეთი პირდაპირ შესაძლებელი ხედავდა ხოლმე ოზონის ისე წარმოიქმნა დაიყვა. საერთოდ რაკეტების გაშვების დროს შესაძაც გადის რაკეტა წვავს ამას პირდაპირ წვავს ოზონს გასვლისას ხო საწოლი ის მაშინ. ერთადერთი პლუსი ამ გაშვებისა ისევ დახრილად უშვებენ არაპირდაპირ ჯერ მომგებიანი ნახლა და შეუправილი. პირდაპირ გაუშვა ეს გაიჭრება და ესე იქნებოდა ასე გაჭრილი შეიძლება სხვადასხვა ადგილას და პირდაპირ კი არ არის კოსმოსისთვის. ანუ აქ ეს ნაწილი დაიწყო აქ ეს და შესაბამისად ეს პირდაპირ არ შემოდის. ხოლო რაც ანტარქტიდის თავზე იყო უფრო დიდი ოზონის ხვრელი, ხან არ არის პატარავდება ისდება. არის ანტარქტიდა საერთოდ ძალიან უცნაური ადგილია და ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს, მათ შორის ასტრონომიებსაც, რომელსაც სამოფიქრეობა დაიწყო. ბოლო პერიოდში. რატომ არის ახლა მანდამაიც იქნება პოლოსის გამო რაღაცა არის, მაგრამ ფაქტი არის რომ ყველაზე დიდი იქ იქნება დაფიქსირებული. მაგრამ დაცული მაინც არის ჯერჯერობით დედამიწა ატმოსფეროში პირდაპირ ნაგებით ეს არ არის პირდაპირ ესეთი ხვრელი იშვიათი. თუ ვერაფერს ვერ ვიტყვით სხვას იქნებს. რამდენიმე დააბრალეს, მაგრამ ამოსწორებელ ხარ ასე ამბობდნენ რომ ეს დააჭერდა დეზოდორი ანალიზან. კი რა თქმა უნდა მიმზულება ყველანაირ ცუდია ატმოსფეროსთვის და ძალიან ესეთი ეკოლოგიური გადმოცემები იცხოვს ძალიან ხო? მაგრამ აი როდესაც კითხვა დაუშვით გერმანიის საუბრის დროს. აი თქვენ მოიკლებთ მოთხარით მაშინ ზამთარში ისეთ გათხოვოს რომის გამოც თქვენ მოგესახებებიანები დაგიხართ მაშინ რუსეთში და ეს მოგესახებებიანი მაიკების საფსახში. კوارტირდებათ არის სხვადასხვა წაგიცხოვლიათ. ესეც ხო დაღვევა ეს სიტყვა ზედმეტი გადის ახლა ზედმეტი დაწვი ზედმეტი გაუშვი და არ იგივე ეკოლოგიურობას ხო? არაცა წარმოდა ის თუ ის რომ იმდენი იშრომა რომ მას ეკუთვნის რომ ეს სიტყვა ხონდეს. ანუ რატომ უყურებენ და მიმზულებას და არ უყურებენ ზედმეტ სიტყვის ხარშს. ხო? აი ეს ჩემთვის გაუგებად. აი ეს არის ერთ-ერთი მომენტი. აი ეს რაც ახსენეთ ახლა მეტეორული კრატერები დიდი. ნახეთ. აი ხალხი დროს და ნახევარფერად 200-300 მეტრის ზონაში. ეს 8 სანტიმეტრიანი მეტეორია? არა, ის არა. აქ არ ჩანს ფოტოშოპში დაიცა. ეს ძველი ნაპრალი არის გარედან დაცემული მეტეორული კრატერი. კრატერი ორნაირი არსებობს ამოხეჭვის შედეგად ვულკანური არსებობს დაცემული მეტეორული. და მეტეორული კრატერები დედამიწაზე არის რამოდენიმე 20-მდე არის ისეთი რეალურად კარგად შესწავლილები და მათგან ყველაზე დიდები არის ანტარქტიდაზე.
ამიტომ თქვი მე ბოლო მონაცემები დაიწყე შესწავლა და ინულა დაიწყო ის და არ გაგუჩნდა. ეს მეტეოროლოგიურ კრატერები, რომელსაც ხედავთ, არის ან ნახევარუდაბნოს ტერიტორიაზე, ან უდაბნოს ტერიტორიაზე, თქვიანი უდაბნოები რომ არის. სადაც ეროზია ნაკლებია და ესენი არ წაიშალა. უბრალოდ ეს დაგახმის შედეგი, ატმოსფერო თვითონ შლის, წვიმა შლის, ყველაფერი შლის ან ნაკვანებს, ხო? ამიტომ შემონახულები არის ესეთ ადგილებში, დაცულ ადგილებში, ასე ვთქვათ, ბუნებრივად დაცულ ადგილებში. ეს სურათი უბრალოდ ეგზოტიკურად დავიმატეთ, იმის გამო რომ გახსოვთ ის ვიდეო რო შემოვიდა აინთო და მე ყოლი დატო. აი ფოტოფილტრებზე ესე ჩასხომე გავლილი, შემოვარდნილი მეტეოროლოგიური სქემა. ეს არის. და ბოლო ყველაზე უფრო რთული პრობლემა ეს არის უბრალოდ თანაბარი სიტუაციის პრობლემა მეტეოროლოგიასთან ერთად არის ასტეროიდები. ასტეროიდები არის ყველაზე დიდი კოსმოსური სხეულები პლანეტის შემდეგ. ვარსკვლავებს აუგულებს. ან ზედა ვარსკვლავებს ავიდანებოთ, აი პლანეტების შემდეგ საშიში რომ შეიძლება იყოს, თუ კიდე აიტაკადეთ ამის არის ასტეროიდები. აი ეს 2012 წელს იყო მოვიდი პირო, ყველა რომ შეშინებული იყო, მაშინ სცენარის ავტორს ესმოდა ჩვენივე თუ ნებისმიერ სხვა სხეულის დაჯახება ამ ხელა კატასტროფას ვერ გამოიწვევდა და ასტეროიდი ჩასვეს იმით, როგორც ინფორმაცია რომ მოვიდა დაეჯახა და დაანგრია. თუმცა ერთი პლუსი აქვს ასტეროიდებს. ყველა დიდი ასტეროიდის ტრაექტორია ზუსტად არის შესწავლილი და შეფასებულია მათთან შეჯახების ალბათობა. Οπότε ზუსტად რო ვახსენებ ეს სიტყვაზე პროტესტი უნდა კონტექსტი და აგესნით ზუსტად როგორ იცვლება დროის განმავლობაში. როდესაც თავიდან აღმოაჩენენ ხოლმე ასტეროიდებს შეაფასებენ შეჯახების ალბათობას, ის გამოდის საკმაოდ საფრთხე. როცა დავგვიდები დაგეთაკება, როცა დავგვიდებენ განმავლობის განმავლობაში მის მოძრაობას, მე დააზუსტებენ და უცბად ალბათობა კლებულობს. ძალიან. იმიტომ რომ რამდენიმე დაკვირვების შემდეგ ტრაექტორიის დაზუსტება ხდება უფრო ზუსტად. ამ მიმართულებით სხვადასხვის მოთხოვნილ კოსმოსურ თანამგზავრებთან დაკავშირებით ტრაექტორიის დაზუსტებაზე იგივე როლან გილაძეს აქვს მიღებული სახელმწიფო პრემია საფრანგეთის სახელმწიფო როლან გილაძე რომელიც გადაიწყო სახელმწიფო პრემია დახურული წესით. საქმე ტრაექტორიის განსაზღვრაზე. იმისთვის თქვენ თანამგზავრი გაუშვათ, რომელიც ესე ეკოლოგიურად ძალიან სრულიად და წვავს იგივე ოზონის შრეს, ხო? თქვენ აპატმას აწვავს კიდე, იმიტომ რომ რასაც გამოიწვით ზუსტად იმ ტრაექტორიაზე არ გავარებთ. რომ დააკვირდებით გაზომოთ როგორ წავიდა, მე უნდა უბრძანოთ იმას, რომ დათვას წავიდა და მოვატრიალოთ ცოტა სპანაი ტრაექტორის წავიდეს და ის რაც გინდოდათ ის მიიღო. დამდროსიან ეს პროცედურა როგორი იყო? დაინახავდნენ კავშირებულ თანამგზავრს, გადაიღებდნენ ფოტოსურათს, გამომწვავდნენ, გააშრობდნენ, გაზომავდნენ, მეორეს დაკვირვებას იგივეს გააკეთეთ და მესამე სამი მაინცაა საჭირო, რომ უბრალოდ გაიგოთ. და ამის შემდეგ უკვე რამდენიმე დღე გავიდოდა და მე ძალიან გადახველი ტრაექტორიას უბრძანებდნენ და დიდ საწვავს დაწვავდნენ და მოატრიალებდნენ დასვანდნენ თავის ადგილას. ხო? მოაკლაზე მოიფიქრა საინტერესო რამე, რომელიც ძალიან მარტივია. აი იყო ტელესკოპი, შეხედა და მიადგა პირდაპირ ტელევიზორს. ტელევიზორზე პირდაპირ გამზომით რასაც ხო. დაინახა რა გაზომა 15 წუთი გაზომა, კიდე 15 წუთი გაზომა, ნახევარსაათი უკვე ხოდა მონაცემები 5 წუთი გამოდვალა და გააგზავნა პასუხი უკვე ტრაექტორია ესეთია. დაჭირდა მეათედი და უფრო ნაკლები საწვავა. ამისთვის ვიცეს სახელმწიფო პრემიაც ხალხი. აი უჩვიანესი ადამიანი, აი ესეთი გადაწყვეტები ქონდა მარტივიც. ჩვენ ვასწავლეთ. ეს ასტეროიდების ცნობილი ასტეროიდების ფორმები, აი 25 კილომეტრის სპეციალურად ამოთანილი მეტია, ნახეთ, უფრო დიდი არის შორის. აი შეხედეთ. ყველაზე დიდი ასტეროიდი არის ეს ცერერა. ოღონდ მე შევასწორებ და გეტყვით რომ ცერერა არ არის ყველაზე დიდი, მაგრამ უახლოესი ასტეროიდებიდან, რომელიც თავად ასტეროიდების საფრთხეში არის ცერერა ყველაზე დიდი. აი თვარი, აი დედამიწა, მაგრამ ძალიან დიდი სხეულია, ვერავითარ ბომბს ვერ წარმოიდგენთ ეს რომ დაიტაკოს დედამიწას. საბედნიეროდ მისი ტრაექტორია ზუსტად არის ცნობილი, მარსსა და იუპიტერს შორის არის მოქცეული, იქიდან გამოსვლის შანსი არ აქვს მას. საბედნიეროდ ეს ჩვენ არ მოვიზიდეთ. თვალის ზომასთან შედარებით ყველაზე დიდი ასტეროიდების ზონები. უახლოესი ყველაზე 10 დიდი ასტეროიდის. თითოეული მათგანი ძალიან საშიშია, ეს პატარაც კი პირდაპირ ეცემოდეს დედამიწას. რატო კი კლეოპატრა არის ძვალინები? აი ასტეროიდების სხვადასხვა ტიპისა ერთი მოგრელები ჩაზნექილი გაგერა პორტუგიანი. ან სხვადასხვა დაიდები ასეულს. ეს ემბრიონს გავს ძალიან. იბადე. ეს ტექსტი სულადე შეფჩინდებოდა, მაგრამ რამდენი ასტეროიდი აღმოჩენილი. ახლა აღმოჩენების შემდეგ გასაგებია ეს. Normalmente sai 1991 წელს იყო 10800 ასტეროიდი.
და ასეთი არ მოხდება. ეს ფენოთიპი მოცის პროფესიის რაცა ეს არის პლანეტები მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. გვიცავენ მარსის იქით არის ესე. როგორ ფიქრობთ, რამდენი ასტეროიდი იქნება აღმოჩენილი? აი როგორც ის კონცეფტით ისე არის. 91-ში რამდენი იყო? აი 91 ტონეტებში. მე ციგნებს ეცედება მომიცე და 2-3 ეცედა ხოლმე შიგნით. შესწორებული ლოგიკა. ალბათ მილიონამდე არის. რეალურად მედიხარ. აი ამ მასში სულაში ავა 600. ეს არის მარტო მარსსა და იუპიტერს. ეს როგორც წვერია ოთახში მზის ხილი შემოდის ხო ხედავთ მტრეს. ის ხოლმე რამჩნია რამდენია მზის ხილში შეიძლება. აი იუპიტერი განსაკუთრებით. დაიწყე გარედან იუპიტერსთან მარშრუტის არის. აღარ მინდა პლანი შესაძლოა რა გამოთქვით. პირველი შემთხვევა, როდესაც შედარებით ნორმალური პასუხი. ანუ ორივეზე მივიდა პასუხი. იქაც ერთ კადრში მომიქცეთ მზე და სწორი იყო, აკაც მილიონში მომიქცეთ და სწორი. სულიერ სხვას ამბობენ. 30,000 40,000 ზემოთ არავინ ვერ არის. იოგები არის და ცოტა ინტუიცია კარგი ხალხოსთან როგორც ორივე იყო. აი ესენი არის კიდევ მეორე წება არის ასტეროიდების, უბრალოდ ჯუჯა პლანეტებისა, ესე დააქვეს უკანა, რომელიც ნეპტუნს იქით არის. პლუტონს პაჩოვის მოხდა, მაგრამ ეს პლუტონსაც ყარი. ხან ჩაფლიან პლანეტებში, ხან ჩამოალაბრატებენ, მე ესე ამ პლანეტებიდან არის. ახლა ის უკანაში დაამოწეს ბოლო პერიოდში. ცხოვრება ნაცნობია, დაჩაგულია პროცესები. ამ შემთხვევაში არ არის ასე უკეთებოდა. ეს პლანეტები, ჯუჯა პლანეტები აღმოჩნდნენ უფრო დიდი ზომისა, რამოდენიმე მათგანი, ვიდრე ცერერა და ასე ცნობილი ასტეროიდები, მათზე უფრო დიდი ზომისა. ოღონდ ისინი ნეპტუნის გარეთ არიან, შემოდიან, პლუტონს გარეთაც არიან, ხანდახან შემოდიან ნეპტუნის ოდნავში იგნ და ისევ გადიან ეს ტრაექტორიები. აი ეს მაგალითად ერისი, რომელიც ყველაზე დიდი არის, შემოდის ესე ნეპტუნის შიგნით, აი ნეპტუნის ტრაექტორიებით აი ეს პლუტონის არის. მის შიგნით შემოდის და მე ესე გადის. აი ეს ძალიან გაწეული ორბიტაზე მოწევს. ეს სპეციალურად მოხდა ნახაზები, მაგრამ ისინი რომელიც მოსაწყენია სწრაფად გავდება, იმიტომ რომ ზოგიერთი ერთიან ორი მისანს ადვილად აღიქვას, აი მახსოვს და მე გიხდები იმას. ეხლა დედამიწის მეზობელი ობიექტები, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, დაგვეცემა თუ არ დაგვეცემა, ხო? ну, რომელიც ახლოსაა და დედამიწის ორბიტას კვეცის, შეიძლება დავეცეს. მე ხა ისევ ასტრონომიის კუთხიდან შემოვდივარ ცხადი, აი ეს, როდესაც მუდმივად დედამიწის გარეთ არიან ისინი, არ დაგვეცემენ, მუდმივად შევიდრე, როდესაც არც ისინი არ გადმოგვეცემენ ჩვენს. არსებობს ორი ტიპის, აპოლოსა და ათენის ტიპის ასტეროიდები, რომლებიც კვეთენ დედამიწის ორბიტას ფორმალურად. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის შემოვარდებიან და დაჯახების საშიშროება. თუმცა ჯერ ერთი მანდამაიც იმ სიტყვაში არიან ცოტა დახრილები არიან და შეიძლება ტერიტორიულად უფრო ახლოს შემოდიან ზესთან ვიდრე ჩვენ ვართ, მაგრამ სულაც არ გვაქვს პირდაპირ გაგებით ასე ვთქვათ დედამიწის ორბიტას. მეორეც ორბიტა რომს გადაგვეცოს იმ თუთას დედამიწაც იქ უნდა იყოს და არ უნდა იყოს თავისი ორბიტის სხვა ადგილას. თორე სხვაგან თუ იქ არ მეორე ადგილას გადმოგვეცოს მე სულ არ მაინტერესებს ეს სხვა საშიშროებას ის არ წარმოადგენს. ესეთი ობიექტები კარგად არის შესწავლილი და მათი დაცემის ალბათობებიც არის ნაკლები. აი ერთ-ერთი მათგანი თუდად ისი, რომელიც ესეთი სურათია გადაღებული კოსმოსიდან ძალიან მძიმე, შემოვიდა ატმოსფეროსთანაც მიგაიარდა ყვალი დატოვა და გავა. ეს არის 2004 წლის 29 სექტემბერს, ძალიან ახლოს მოვიდა დედამიწასთან. ჩაიქროლა საკმაოდ პანიკა იყო ამერიკაში, ჩვენ არ ვიცოდით. შვიდად ვიყავით არგვინერვიულია და ჩაიარა. ეხლა ეს არის მეორე ვარიანტი. შეიძლება ასეთი რაღაცა გააკეთოს არა მარტო ასტეროიდი, არამედ კომეტაც მოვიდეს ახლოს და ისიც არ არის ახლა სასიამოვნო შემოვიდეს. მარტო მასაზე ხო არ არის დათმა. დათმა შეიძლება ბიოლოგიურიც იყოს. იმიტომ რომ როცა შემოვა შეთან რაღაც ელემენტები დაუღვება, რა ბაქტერია წამოყობს იქიდან თავს და რა კატასტროფას მოიტანს, ეს არავინ არ იცის. აი თქვენ ახლა დაინახავთ ამ კონკრეტული დიაგნოზის კომეტის მოვიდას, რომელიც 95 წელს იყო პროცესი, ყველაზე ახლოს დედამიწასთან და 10 უკვე ნელ-ნელა უფრო შორს იქნება ის. ის გარეთ პლანეტები რო გაჩვენეთ, ეს ხო კოიპერის საფრენია შემოვარდნილი, ესე ქვია, კოიპერის საფრენ, სადაც იბადებიან, ასე ვთქვათ, ის ტრანსნეპტუნური პლანეტები შემოდიან მერეში, არა მარტო პლანეტები, არამედ სხვა სხეულებიც. შეჯახების საშიშროება. ერთ-ერთი მათგანი აი ნომერით არის მოცემული ასტეროიდი,
რომელიც 2019 წლის 1 თებერვალს უნდა იყოს დაახლოებით დედამიწასთან, მისი დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არის 1 მილიონედი. ანუ თავიდან ეშინოდათ და ბოლოს ცოტა თვალის ტრაექტორია აღმოჩნდა პრაქტიკულად უბრალოდ დაათვალიერებდა წაჭაილის შორს. ხოლო ყველაზე დიდი ალბათობა 1/3-დან აქვს ესეთ ასტეროიდს, რომელიც აღმოჩენილია 1950 წელს და იმ პერიოდში მოვა დედამიწასთან ახლოს და 1/3-დან კი არის, მაგრამ ეს არის 2880 წლის პირველ ლარს. თუ გინდათ გეშინოდეს და თუ გინდათ შეგეშინდეთ ეს ეპასები 2880 ეს ის თარიღი არ საკმაოდ უნდა გქონდეს. ფსიქოლოგიურად გეკითხები. იცით რა? აქ ყველა უნდა დააგვიროს ასეთ კაცს. როგორც თქვენი ცხოვრების ხასიათის სიმძლავრე არ არის. თუ ხაშედა ხო ჩემშემდე თუ აი ეს ფსიქოლოგიურად იქრო დაიშება ადამიანები ჩვენ როგორ ამიტომ არის რომ აქ ორთვის პირველი მომენტი წელს ემოციებს რომელშიც ხარჯობს და ისმენთ აი ამ ინფორმაციას პირველი რაც აინტერესებს როდის ეს უნდა შევცვალოთ ეს სურათი იყო მოსიყვე აი ამას ამბობ აი ეს ნაწერი ის ნაწერი იყო მოცემული იმისათვის რომ ყველა უბრალოდ დანერგეს მაშინ ტელევიზიებს და გამოუთვალეთ და დაუდებით ვიგებოთ ეს მონაცემები დაუდებით რომ აშენებოთ დღეს მოხდება დღეს ეს არ უნდა იცი ამოდა ახლა დაგვეც ახლა პირიქით და იმის საფასო ხოთო და მე იმის შეიძლება შეიძლება გავუნება აღმოჩნდა ტელევიზიაში იმიტომ რომ უნდა ეს დავალება ქონდათ მაშინ ხო აქ სურათი ცოტა ძინეთ არის აი ეს არის ხეები ბევრი მე ნამყოფიერ ადგილას აქ გზა არის მაგანის როგორც ცოტა სულა ჩასაკედან გეგონებოდა შეჭრილია რაღაცა აი ამ ადგილას ხა არის და მთიდან ქვემოთ არის აი ესეთი უცნაური ნაგებობის ნაშთი ისა მოუსია თამაში ხო ცოტა გაგწევთ ის მაგმერი ეს იცით იმაზე გავხსენებ რო აღმოაჩინეს კოსმოსში რა ქვია ქალაქი მოძრავი ქალაქის სქემები იყო ინტერნეტში და ზუსტად ესეთი ფიგურებია ძალიან გავს მე აქ ნაყოფი ვარ ეს არის 9 მეტრის სიმაღლის დაახლოებით ნახევარ მეტრის მეტი არ არის და ეს მაგალითი მინახავს ხათ ექსიაროს აზრი აქვს და უნდა მივდავხედეთ დაახლოებით ამ ადგილიდან მე თვითონაც მაგადანაღებს ვარ ეს სურათი მე არის ეს არის სამი ავტორი ყავს მას ინგლისელი პროფესორი კლაინ რალსი ასევე ქართველი პროფესორები ირაკლი სიმონია და ნოდარ ბახტაძე ეს არის ნეკრესის კახეთში ეს არის ნეგრესოდებული ნეგრესის მზის ნაწილი. მზისა თუ არ არის, მაგრამ ქრისტიანული უმარ არის ეს ხათი. ჩვენ გვაქვს დაგვირება ჩანატალების ეკლესიასთან ახლოს არის. ჩვენ გულისხმობთ ნეგრესის საეპისკოპოსის გულისხმობთ ზემოთ რომ არის. ეს იქიდან არის გადაღებული. ო იქ ისიც არის ჩოგრეთი რა ქვია და იქიდან ვათვალიერებ და მე მგონა რომ რაღაც სახლის ის იყო ფუნდამენტი თუ მე ეს ყოფილა ეს სამყაროზე დავათვალიერებ ძალიან კარგი რამაა ჩვენ დაგვირება გვაქვს აი ნეკრესის და ნახეთში კი აი ეს ახალი ალავრის ველი ჩანს და ეს ალავრის ველის ტერიტორია ჩვენ მე დავინახე დასახლებული ეს ძალიან კარგი ადგილი არის საერთოდ აქ ყველაფერი სადაც საფოთ არის არქეოლოგიური გათხრებიდან ძალიან კარგი შედეგები არის განდეზული ბაზილიკა რომელიც აქ არჩევს უზს მემონე მხარეს მოდის რომელიც არის ძველი დანგრეული და თარიღი დაპატიმრეთ მისი დანგრევის თვითონ და არის უამრავი ცენტრი იყო პრაქტიკულად განვითარების ცენტრი საქართველოს როგორც ხეთა ისეთივე არის ეს უნარლები თუ მეტი არ არის ვერგერგი ძალიან კარგი ადგილია და ჩვენ დავაკვირდით მზის ამოსვლის მომენტს მაინტერესებს ერთი არსებობდა მესაგები არქეოასტრონომიური შინაარსის ობიექტი
არქეოლოგიური გათხრებით იყო შეფასებული როგორც 20 საუკუნის წინანდელი, ანუ პირველი საუკუნის, ამ წელიწადების პირველი საუკუნის დასაწყისის დაახლოებით ესეთი შეფასება იყო და მაინტერესებდა რა ხდება. მე თვითონ ვიდექი დაახლოებით აქ ცოტა განვთხოვნა და ზემოდან დავყურებდი ამას და და უნდა გავხდეთ საქართველოს უფროსიც იყო ჩემთან ერთად ვიყავით ასული. ქვემოთ იყო კლაივაქსი და ირაკის იმონია. ხალხი იყო კიდე სხვა. უბრალოდ მე მაშინ ირაკი ვერ ხედავს კარგად. თითქოს ვერ ხედავს. და კლაივაქსი და დაკვირვებას უთხარი არ გინდა და ზემოდან დააკვირდა მე. ორადლეს ყოველ ვიდგები გითხარ. ხა მაშინ მე ავარ და გადავაგე ისეთ გასარებული კი მაჩავიწერე ეს და მივეცინე ეს მასალა. როგორ მიდიოდა ჩდილი. საქმეში ზერო ამოდის დაახლოებით ასე თქვა მარცხენა მხრიდან მე მოდით თქვენთან შეიძლება სულაც სხვანაირად იყოს აი დაახლოებით ამ მხრიდან ამოდის და ეს თაც ესე გარშემოთმას ცოტა მოღუნული დასავით არის რომელსაც არის კომპლექსი საეპისკოპოსო ოფისი მაგ მხრიდან მაგალითად ამოდის მზე ისე არის და მე გადმოდის ამ ველზე ველზე სანამ გადმოვა მანამ ცხადებს ის სამოსლის პროცესში თელი შვილი შვილი არის ველზე და შვილი კიდენ იწყებს სწავლას ესე იგი წინიდან აკეთებს ეს გემო უყურებ შვილი მოდის ძალიან საფრთხეს აი მაგენას ოქროშვილი შვილი მოდის ეს უყურებ კიდენ ესე ფანტასტიკური სალახავია აი კიდევ მოდის და ეს ფრონტი მოიცავს ნელ-ნელა ეს ზუსტად სულაც როგორცაა დაახლოებით ესე მოდის ესე მოდის და ოდნავ იკლებს სიჩქარეს და მე უახლოვდება მას ნელდება ძალიან როცა ტაძარს უახლოვდება შემოდის შუაში და ზუსტად შუაზე რომ მოდის, ახლა თვალით ასწავლეთ, გაჩერდა. წუთნახევარი იყო გაჩერებული. გაჩერებული შემდეგ წამოვიდა. მე მომუვადა სიჩქარეს, მე სწრაფად ამოვიდა ზეითიდან შემოვადა და უსვადა. ესე ჯამეზე და საათები დავასრულეთ. მე კლაივმა ეს ჩვენ საათები შეატარა და დაწერა სპორტს როგორ ისწავლა გამარჯვება. მე ჩავედი და აი მუფინოში რომ ესეც სურათი ეს გამოთ ვინც იყო სუყარად განა და 4 კუთხედით მერიებთ. ანუ დამუხტულთ ესეთი დაახლოებით ესეთი რაღაცა შეძრა ეს ხალხი. მე ვკითხები რა მოხდა ეს და არაფერი ჩავეწერა და ყველაფერი მაგრამ ზე აღუდა და არ აღუდა გაჩერდა. აი ის წუთნახევარი გაჩერება რაც იყო იმათთვის იყო რომ ზე აღუდა და უყურებდა და არ იძულს ადგილი. ეხლა მარტივ გეომეტრიული გაფლა არის მაგრამ ძალიან ჩვენი ხარ გაკეთებული. ეს თა ესეთი ხო არის ასე მაგალია და ერთადგილას აქ ესეთი ოდნავი ამაყრება ეს მოდის მაგრამ ემადგეს შეიძლება ესეთი ამაყრება და რა სიჩქარეთა ზემოდის ზუსტად ისეთი ეს იმაყრება ზე როგორც ამოწევრდა უნდა ისე მიყვება ის ნახევარი და მე თავადად მოდის შეულებრივად ხედავს ეს ანუ გეოგრაფიულად მე გამაინტერესა რატო დაინახეს ახლა მე ის მახსოვდა და თქონდა შეხედე ამათში იყო ეფექტური ზეგაჩერდა ესე იგი ვიღაცა მესააშენა და ზუსტად იცოდა მზის ყველაფერი ცოტა დაკვირვებული იყო ადგილზე და ხალხი ეს არის არიეტუალო ნაგებობა, ამიტომ მას მაშინ შეესაბამება დაერქვა მზის ტაძარი. მზის ტაძარი ხდება ეს. აი ამ დერეფასა და ეს შუაზე გაჩერდა. ანუ იქ ინიანის პრინციპები გაყოს. ძალიან კარგად არა ფლატნასე არა კიდევ სიმეტრიული. შუაზე გიგავა სიმეტრიული მასალად ისეთი ნახატილოვანი ისე არ გაუყვე. თვითონ არა მაგიტომ კომენტარი და ისე რა თქმა უნდა ნახევარზე გაყო და იყო ძალიან მსნაური. ანუ ეს არის შეგნებული დაშენებული ასტრონომიული ცოდნის გამოყენებით სარიტუალო ნაგებობა, რომელიც შემთხვევით არის გადარჩენილი, ისე შემთხვევით და კანონზომიერად ჩვენ არ განვასხვავებთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გესმით შემთხვევით რა ხდება და რა ხდება საერთოდ. ხო? საერთოდ არ ხდება შემთხვევით რა. ეს იყო ამობურცული და ამ მიკროზე უნდათ მასშტაბის დათესვა. რომ სიკოვეს რაღაცა შეგინდა გადაწყვეტს არქეოლოგების გამოიგულებს და თოროგასთან სულთა საკარათეა შეიძლება ეს მოშევისწავლოთ და კომუნისტების დროში გადარჩეს. სხვათაშორის სტონჰენჯი თქვენ ყველაზე გახსნა ნახე სურათებს. ძალიან საინტერესო ნაგებობა იყო ნეკროსის მიდამოებში შამონელ კომპლექსში, ამ ტერიტორიაზე იყო ლოგიოს მასვალით იყო დალაგებული ესე ორი წყება ქვებისა, შიდა წელი და გარე წელი ესე, რომელსაც ჰქონდა ცენტრი ერთი კვაიტო. ის აღარ არსებობს, ის მოხდეს. და ვაზირა შენის იმას. მაგრამ აღწერა არსებობს და ციხეში არის ეს. ისკვები წამოიღეს მუზეუმში. მაგრამ აი ეს უნიკალური ასე ვთქვათ, ნაგებობა აღარ არსებობს. ნაგებობა ქვების თქობა აღარ არსებობს. როგორც ჩანს ის იყო ასტრონომიული შენარს. პირდაპირ ესე დასაკვირვებელი რაღაც. ან შეიძლება სასაკვირველი იყო რაღაცა, მაგრამ მაინც ყველა ვარიანტი იყო ასტრონომიული მოვლენებზე. განსხვავებული ეხლა რო შეიძლება ეკრეთები, ასე არ აშენებენ ასე. რაც ეხლა ცდილობენ აღმოსავლეთ დასავლეთის დაცვას მაინც.
მონასტირობა. კონცეფცია ელემენტარი. როცა აღიქნება ხო, არა, ესე რა შეიძლება გადაგეთ. საერთოდ ბაზარი უნდა შენდებოდეს წმინდა ადგილას, ხო? წმინდა ადგილის პოვნის რამდენიმე გზა არსებობს, ხო? ერთ-ერთი ენერგეტიკა არა. ენერგეტიკა ყველგან ძველ ტაძრებში აშენებული არის წარმართო ტაძრებს ესეთ ვეკიდა. ის ვიცოდეთ წმინდა ადგილები იყო, ორი მიზეზის გამო აშენებდნენ. ერთი წმინდა ადგილი იყო და მეორე ის იყო, რომ ხალხი მიჩვეულია მაგ გზაზე მოსვლას და ვარაგი მეორე გზაზე მოყავს ისე. ასე ვთქვათ, თან იშორდა კონკურენცია. ეს ორი მომენტი არსებობდა ყოველ ნებისმიერ ისე ვთქვათ რელიგიას აქვს. მსგავსი გამოხატულება სულ სხვა სარელიგიოს მიდაგებთ. სადა შენდა კოკაკოლის ქარხანა თბილისში. აშენდა ლიმონადის ქარხანის ტერიტორიაზე, რომელიც მუშაობდა და იმედებს. და კარგად მიდა მე და გითხრათ. ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქარხანის ადგილი შეისყიდეს და ის გააჩენს. საბაზრო ეკონომიკის პრინციპის მიხედვით არ უნდა შეცვლილიყო. ადგილის დედა აქვს ყველაფერს. Planetების საბუნებს არ შევხედავ. ყველაზე მისტიური ადგილი. Planetების საბუნებს რა წარმოადგენს? პლანეტების საბუნები. ეს არის მე განსაზღვრულად ვიდაპარაკებ, მაგრამ მე ფიქრობ, რომ თქვენ დაიწყებთ უკვე და ინფორმაციის პლანეტების საბუნებით დავიწყოთ. მოდი გავაჩეროთ ეს და საქართველოს მომენტები აი ესა. ასტრონომიული კონფიგურაციები და საქართველოს ისტორია დავიწყოთ. ისე შემიძლია ისე შეგახსენოთ. რეგულაციები მაქვს, ამას აბოლმები არის. მე რეგულაციის ინფორმაციები გვაქვს, კიდე სხვა დაბნელებაც არის. აი ის გაყოფილია ესაც უყურებთ სქემის სახით მოცემული გვაქვს. მე რაღაც ასტრონომიული ინფორმაციები გვაქვს. მე გვაქვს მინიანის დაბნელება. მისი გამოთვლა და დაფიქსირება როდის იყო სახელმწიფო რელიგიას. საქართველოში შემოტანილი როგორი იყო მაშინ დაბნელებისას ზის სურათი. აი ის გახსოვთ მე როგორ გაჩვენეს წინასწარ თანაბარელი ყოველი მე და ყოველთვის ესეთი არ არის ესეთი დაბნელება. ის დაბნელებისას ესეთი. და მე ვიჩვენოთ 1788 თუ რამეიცი ხაბრის შესახებ შემდეგისთვის თუ გადახედავთ მე გაჩვენებთ რა როლი ითამაშა მას საქართველოს ისტორიაში. და მე პლანეტების აღლუმი ყველა პლანეტა დალაგებული ესეთნაირად მე 82 წელს რაც ვნახეთ ამასთან შედარებით არის სასწრაფო. აი უყურეთ, მზე ჩასულია მთვარე აქ მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი. ეს როგორიც იყო? აი ნახეთ იგივე. ნახეთ აი პლანეტები. სულ კალცოლის თანავარსკვლავედში მოედინება. ეგრეც იყო. აი ხან სიმილე გამოგიცხადოთ იგივე გრადუსებში და მილიონებში რომ გამოიცანეთ ამასაც თუ რომ მოსწონთ. არა, გეტყვით აუცილებლად თქოს ლექციაზე, ხო? ეს არის უცნაური მიგრება ერთ-ერთი საინტერესო ადამიანის პრობლემათაზის, რომელიც არის პროფესორი არის მეტალურგიის, მაგრამ მე ბოლო პერიოდში გადაერთო არქეოლოგიური ინფორმაციისა და ასომთავრული საკითხების გარკვევაზე. მე ესეთი ძალიან გაბედული ინფორმაციებიც აქვს, რომელსაც მე მეშინოდა ყოველთვის, მაგრამ აქვს ზოგიერთი ისეთი საინტერესო, რომელსაც მეგვიყვანა აი პლანეტა აღულის მომნამდე კონკრეტულ ტარების ტიპის დადებამდე. და ვიპოვეთ ეს ტელეფონის აღულის დროს. როგორც ხშირად ხდება ფონს გასინა. ტელეფონისა? ტელეფონზე ვკითხავ ესეთი რამე ნახევა და უთხარი არაფერი არ არის გავსი რამე. მე დამიშვა დამატებითი კითხვა, რომ ეს დასკვნები და მოისმინა და მithra იქნებ დავუმატო მაგნიტოგრაფს. და წლების რაღაც რაოდენობა დავამატე და უცბად ეს აღლუმი და დაჟდა პირდაპირ ხარ შევას გიწერნა სტატიაზე. ანუ მე არ ვიცი რანაირად იპოვა მან ეს წელი დაახლოებით ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მე პლანეტათა აღლუმი ასეთი, როცა 40 გრადუსში ის ყველა პლანეტა თან ზუსტად ინტერმინდერობით როგორც არის ამიდან დაშორებული, მე ესეთი არაფერი არ მინახავ ვეძებ რამდენიც წელს. მაინტერესებს ჩვენ რა სიტყვით როდის იქნებოდა ეს? ახლო პერიოდში. არა, ძალიან შორტ პერიოდში. ნუ ალბათ როცა რენესანსი საქართველოში. საქართველოს რენესანსი არის მეტად საერთოდ. ხო, დავით არომა შეინებები და შემდეგი პერიოდი. ხო, მაგრამ მე ვასწავლე საქართველოს ასომთავრული. ესე იგი გადაგა.
ქრისტიანობის ფიგების დროს. ქრისტიანობის მიღება 320 წელია. მეოთხე საუკუნე. ცეცხლთან შორს ვართ კიდე შორს ეს ვიდეო კარგი რაღაცაა, მინდა მიგებანო თვითონ ჩვენების, მაგრამ არ ვისარგებლო თქვენი ეგრეთ დაახლოებით. აი, ძეგლთან დაახლოებით 7000 წლის წინ. და ეს თარიღები ამოიკითხა ქართულ ესოთერიკოსთან გადათარიღებებით მეუღლეებაზე და მითხრა იმ დროს უნდა იყოს რაღაცა გრანდიოზული პლანეტებში ნახე. აი ეს ნახე და იმისთვის ეს მიგნება იპოვა და მიდოდა მითხრა თარიღი და მე ტელეფონში ველაპარაკობდი ერთ რაღაცაზე უარი ვთხარი მე გამოვიყენე ინფორმაციას თქვენთან დღეს ვახსენე ქრისტეშობის მინიმუმ 4 წლის გადაცემას და ვამატე და მაშინ დაიწყო. როცა ლაპარაკია ქრისტეშობამდე დაახლოებით 5000 წელიწადზე იქ სვამ პლანეტების აღონის და არაფერი პროფესორ ვიეძე პლანეტების კონფიგურაციას და არაფერი არ ჩანს 4 წელს ვამატე და მოსფარჯდება პლანეტების აღონის რომელიც 3 თვის განმავლობაში იყო ცაზე. ოღონდ ამ სურათით იყო კონკრეტულად 9 ივნისი იყო იმ პერიოდში, მაგრამ 10 ივნისის განმავლობაში მერკურის გარდა ჩანდა ყველა თელი ივლისის განმავლობაში ჩანდა ხუთივე ღმერთი მაშინ როგორც მთვარე ჩანს ესე ჩანდა დამსკრელი არ ვერ თქვენ ჩანდა კი ხალხად იდიოტები და ესენი არის ნატურებივით ხო სასე ყველანი განხილება 40 გრადუსი შეიყვარდა ანუ აფხოგა 180 ამის მეოთხედში იყო ყველანი ჩადიოდა და იქ მეყვებოდა 4 ზედიზე დალაგებული ხუთივე სულ 22-ში ესე ჩანდა არა 22-ში გაცილებით უფრო წილი იყო უფრო გაშლილ არაზე იყო ერთ-ერთი კი და ეს კიდე 40 გრადუსი არის სულ 40 გრადუსში თუ არ მოხდა პლანეტები არ ითვლება პლანეტების აღონება ისინი სულ ყველაფერი იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებისთვის ის ზომა აეროპორტი და უფრო მეტიც მერკური როცა გადის 4 პლანეტა მაინც უნდა მოხდეს იმ 5 ხელოვნებად და პლანეტების აღონება თუ არა დიდი აღონება მაშინ სამ პლანეტიანი ყოველ წელს ხდება 3 პლანეტს სამ პლანეტიანი მაგრამ ან მერკური ან ვენერა შეიძლება ყოფილიყო სიტუაციაში აი ის მეც გადახეთ ქრისტეშობის დროს უნდა გამოჩენილიყო იყო 60 წელიწად შეხედა როცა იუპიტერ სატურნი და მარსი ერთად ხდება მაგრამ როდესაც 4 გვინდა უკვე იყოს ერთად ხო მაშინ უკვე ეს იშვიათი მოვლენა და მე ამის შემდეგაც ეს ერთი იყო სულ ხელით ვეცეdo ხოლმე და კიდევ ერთი იყო მსგავს 5 ერთად და ვიწრო წელში ოღონდ თანმიმდევრობა ესეთი არის ანუ ესეთი რომელიც კოსმოსურ მოდელზე იმეორებს პირდაპირ ზიდან დაშორებისას ერთადერთია და როგორც ჩანს იქიდან მოდის ქართული კულტურა პირდაპირ აქცენტირდა მეორეც იყო ძველი წელიწადის 1370 წელს ცალკე ის გავს ეგზოტიკური მოვლენები გავარჩიეთ საქართველოს ისტორიის მაგალითს ან ჩვენ ყველაფერი ნახეთ საქართველოს ისტორიის მაგალითს